მშვიდობისა ეს არის რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ დღეს ძალიან საინტერესო რეაქცია გელით. ის ისევ მოსკოვშია, ვისთან ჰქონდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს აუდიენცია კრემლში, რატომ ჩადის ქართველი პოლიტიკოსი იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. დღეს რეაქციაში მოსკოვიდან ნინო ბურჯანაძის პირდაპირი ჩართვა და პირდაპირი პასუხი მთავარ კითხვაზე, რა უნდა ბურჯანაძეს მოსკოვში. აუცილებელია რუსეთთან საუბარი. ყველს გაუშვებდით დეპუტატად. ქალის მეყოს სახში. რა უნდა პოლიტიკაში? ქალს იმდენი შეუძლია, რასაც მამაკაცი მართლა ვერ შეძლებს. კაცი უნდა იყოს, ქალი არა. ასე ფიქრობენ რეგიონებში. კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს? ზოგიც ასე ფიქრობს საქართველოს პარლამენტში. ქალი თუ მამაკაცი, რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე და რომელი უფრო საქმის გამკეთებელი, რატომ ფიქრობენ ქალები, რომ მათი უფლებები ირღვევა? მეტი ქალი პოლიტიკაში არის კეთილდღეობა ხალხისათვის. თუ ქართულ პოლიტიკაში ქალები მოვლენ, ისინი შეძლებენ რომ უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, საკუთარი შვილების და საკუთარი ოჯახების ინტერესები. რატომ ფიქრობს კაცების ნაწილი, რომ ქალების ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, ვისი ადგილია საქართველოს პარლამენტში და ვისი სურვებდით თქვენს რჩეულად? მეხუთე პრეზიდენტი საქართველოში კარგი იქნება რომ ქალი იყოს. დღეს რეაქციის სტუდია მწვავე დებატებს დაეთმობა. საჭიროა თუ არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმდენივე ქალი, რამდენიც მამაკაცია, ვიწყებთ საღამოსათზე, რას მოუტანს ქვეყანას მეტი ქალი პოლიტიკაში. ქართული ფემინისტური მოძრაობა დაიწყო. მაშასე დავიწყოთ ის ისევ მოსკოვშია და რუსეთის დედაქალაქიდან აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ვაჟკაცობა არ ყოფნის, ღია წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, რაზე უნდა მოლაპარაკოთ კრემლს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და სულ რამდენიმე წლის წინ თავზე ბომბებს გვაყრიდა. რა უნდა ნინო ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში? პაკურნაია გარაზე პუტინთან ერთად გადაღებული კადრების სკანდალის შემდეგ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ჩასვლა მოსკოვში თითქმის აღარავის გაკვირვებია. მხოლოდ შეფასებები გაკეთდა, ოპონენტები აცხადებენ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კრემლის ოფიციალური დასაყრდენი გახდა ქართულ პოლიტიკაში. რას იტყვის ნინო ბურჯანაძე ამ შეფასებებზე? ზუსტად ერთ წელში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ნინო ბურჯანაძე გვერდება პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან. საღამო მშვიდობისა ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო იყო თქვენი გადაწყვეტილება. რა უნდა ნინო ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც რასაკვირველია თითოეული თქვენი ვიზიტისას მოსკოვში ჩნდება ხოლმე. მე მოსკოვში მინდა ის, რომ მივახციო რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას, მივახციო იმას, რომ აღარასოდეს თავზე ბომბები აღარ დაგვაყაროს არავინ და მათ შორის რუსეთმა, მივახციო იმას, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული კი არ იყოს, არამედ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენს ქვეყანაში იყოს ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რუსეთის ბაზართან და ჩვენ გქონდეს სტაბილური გარემო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ადამიანებმა თავი მშვიდად და ესე ვთქვათ, კარგ გარემოში იგრძნონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, რუსეთთან საუბრის გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა და მე აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ აღდგეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, აუცილებლად მივახცევ იმას, რომ ეს ურთიერთობები იყოს საქართველოს ინტერესების შესაბამისი და მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ აღარასოდეს თავზე ბომბებს არავინ არ დააყრეს. ქალბატონო ნინო, როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ იმყოფებით მოსკოვში იმისთვის, რომ მიაღწიოთ იმას, რომ აღარ იყოს საქართველო ოკუპირებული და აღარ იყოს ჩვენი ტერიტორიები წართმეული რუსეთის მხრიდან, მე მინდა ეხლა თქვენგან მოვისმინო კონკრეტული პასუხი. მიიღეთ ამის გარანტია ეხლა მოსკოვში? ვინმე მოგცათ იმის გარანტია? ძალიან დონეზე ქონდათ ეხა შეხვედრები და რამდენადაც ვიცი ძალიან აქტიური არის თქვენი მანდ ვიზიტი. რას ჩამოიტან საქართველოში? ვინმე მოგცათ იმის გარანტია, რომ დაუშვათ აფხაზეთი დაგვიბრუნდება სამაჩაბლო. ვინმე მოგცათ აი ამ შვიდობიანი დაბრუნების გარანტიები? თუ ეს არის უბრალოდ რიტორიკა პოლიტიკოსისა, რომელმაც უნდა თქვას, რომ ხო, საჭიროა მშვიდობიანი დიალოგი და მეტი არაფერი.
კონკრეტული პასუხი მინდა თქვენთან, რა საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტი ხარ და მე მგონი ძალიან კარგად გესმის, რომ გარანტიების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების შედეგად და არა თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ვიზიტის შედეგად. იმისათვის, რომ მიიღო გარანტიები, იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის აუცილებელი ძალიან სერიოზული და ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყება, რომლის თავით სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს. მე ძალიან ნათლად ვხედავ იმას, რომ დრო მიდის, დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს და მე ვცდილობ, რომ გამოვიყენო თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის დრო იმისათვის, რომ მოვამზადო ნიადაგი იმისათვის, რომ როცა ხელისუფლებაში მოვალ, უკვე ნამდვილად იყოს იმისი შესაძლებლობა, რომ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები გაიმართოს და ზუსტად მივიდეთ იმ გარანტიებამდე, რაზეც თქვენ საუბრობთ. მე ამ მაღალი დონის შეხვედრების დროს, რომელიც ახლა მქონდა, ნამდვილად დავინახე მზაობა რუსეთის ხელისუფლებისა, რომ სულ ქართული ურთიერთობები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში, მზაობა იმისა, რომ ეს დიალოგი იყოს ფართომასშტაბიანი და სრულფასოვანი და ამავდროულად საქართველოს მიმართ პატივისცემით განწყობილი, უბრალოდ ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ეს მზაობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ურთიერთობები ცოტა ისეთი უცნაური წარმოსადგენია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც თავზე ბომბებს გვაყიდნენ, ხო? მოდით მე პირდაპირ ვკითხავ, თქვენ იყავით თავის დროზე ხელისუფლებაში და მაშინაც ჩვენ გვესმოდა, ან არ გვესმოდა მსგავსი რიტორიკა. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ქალბატონო ნინო, თქვენმა ოპონენტებმა აქ არაერთი შეფასება გააკეთეს, მათ შორის ის, რომ ნინო ბურჯანაძემ დაიწყო პრაქტიკულად უკვე წინასაარჩევნო კამპანია და მან ეს კამპანია დაიწყო მოსკოვიდან. შეიძლება გვითხრათ ამაზე თქვენი პასუხი ამ თავარ ბრალდებაზე და რა სიტყვით იმაზე, რომ დღეს უკვე თბილისში თქვენი აი ამ მესამე ვიზიტის შემდეგ უკვე გაცხადებენ, რომ თქვენ ოფიციალურად კრემლის კაცი ხართ ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკაში კაცობა ჯობია თუ ქალობა ეს კიდევ ცალკე თემა, იმიტომ რომ რასაც მე მამაკაცებს ვხედავ, როგორც წესი დიდად თავს ვერ იჩენენ ხოლმე. ვერც კაცური სიტყვით, ვერც თავდაჭერით და ვერც სიმამაცით. ესე რომ ეს ცალკე თემაა და ეს თემა გაგრძელდება ინგა თქვენს შემდგომ გადაცემაში. ხო, ნუ ამ შემთხვევაში კრემლის კაცი იგულისხმება კრემლის დასაყდენი, იმედია მე. მესმის, რაც შეეხება ამ ბრალდებებს, ეს ბრალდებები ახალი არ არის, მე პირდაპირ გეტყვით, ინგა არ მაინტერესებს, რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამოფარებული პროდასალურ დროშას, რომლებმაც დაივიწყეს აფხაზეთი და სამაჩაბლო და რომელთათვისაც მთავარია საკუთარი კარიერის შენარჩუნება და საკუთარი თანამდებობებზე ყოფნის გახანგრძლივება და ნამდვილად არ აინტერესებთ საქართველოს ბედი. სიბრიყვია, სხვაგვარად ვერანაირად ვერაფერს ვერ იტყვი. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსისთვის ადამიანები რიგითი მოქალაქეები შეიძლება უფრო ემოციურად მიუდგნენ, თქვათ თუნდაც ამ ვიზიტს, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკოსებს, როცა პოლიტიკოსი ლაპარაკობს იმას, რომ არ უნდა ელაპარაკო, არ უნდა მოელაპარაკო იმ ქვეყანას, რომელსაც თუნდაც შენს ქვეყანაზე ჯარი ყავს განლაგებული, ეს ნამდვილად არის ან პოლიტიკური სიბრიყვე და უცოდინარობა, ან ის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები არაფრად არ გიღირს და შენ ემსახურები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს. და მოლაპარაკებებით ეს ჯარი გავა ჩვენი ტერიტორიიდან, აბა არ მოლაპარაკებებით გავა? მოლაპარაკებებით შანსი არ მომტანია დღემდე რუსეთთან ამ წლების განმავლობაში ეს რიტორიკა იყო სულ, მაგრამ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას კარგავდა ხო საქართველო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ამ თავზე ბომბების დაყრა და უამრავი დევნილის დამატება კიდევ იმ მრავალრიცხოვანი დევნილთა თავზე ბომბების დაყრა ინგა იყო სააკაშვილის ბრალი და არავის სხვის, სააკაშვილს რომ არ მიიღო აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილებები, ეს ბომბები თავზე არ დაგვეყრებოდა და ამის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თქვენ სხვათა შორის შეკითხვაში აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ იყო რიტორიკა, რომ რუსებს მოველაპარაკოთ, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთთან და მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობები, მე შეგახსენებთ თუნდაც ბათუმის ეგრეთ წოდებულ რევოლუციას, მაშინ რუსეთის პოზიცია იყო სწორედ ისეთი, როგორიც იყო დაპირება და რუსეთმა თავისი სიტყვა ბოლომდე შეასრულა. მას შემდეგ რაც გულისხმობთ იქნება თუნდაც იმას, რომ რუსეთი და რუსული ბაზა, რომელიც მაშინ ბათუმში იყო განლაგებული, არ ჩაერეოდა ჩვენ საშინაო საქმეებში და ასლან აბაშიძეს მშვიდობიანად წაიყვანდნენ ბათუმიდან. ნუ ახლა ამაზე საუბრის დრო ამჯერად ამ სტუდიიდან არ არის, ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ანუ თქვენ გჯერათ რუსეთის სიტყვების, კრემლისგან მიღებული დაპირებების?
მე მჯერა იმის, რომ თუ საქართველო და ქართული მხარე გონივრულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან და ამ გონივრულ მოლაპარაკებებში შედის ისეთი კომპრომისების მიღწევა, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის არათუ საზიანო, არამედ პირიქით იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლო, მაგრამ ამავდროულად იქნება დაფუძნებული ერთმანეთის კანონიერ, მე ამას ხაზს უსვამ, კანონიერი ინტერესების გათვალისწინებაზე, თავად რუსეთი იქნება დაინტერესებული ასეთი მოლაპარაკებები დაიცვას. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არ არსებობს დაპირება, არ არსებობს ესე ვთქვათ რაიმე სხვა ინტერესი გარდა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების. შედეგი რა უნდა იყოს, ქაბატონინო? ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის პრობლემა, რომელიც გვაქვს სახეზე 20% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებისა არის ოკუპირებული სწორედ რუსეთის მიერ. მე მაინტერესებს აი ამ მოლაპარაკებებზე, ძალიან მაღალი დონის მოლაპარაკებებზე, თქვენ გარანტიას კარგით არ დაგისვამთ ამ ტიპის შეკითხვას, წეგან მიპასუხეთ, რომ გარანტიები, ეხლა გარანტიებზე ლაპარაკი ნაადრევია. თქვენ გრჩებათ ასეთი მოლოდინი, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს ამ ტერიტორიებს? რუსეთი კი არ დაგვიბრუნებს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი სწორი პოლიტიკის და მოლაპარაკებების შედეგად და ამის შანსი არსებობს უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკება პირდაპირ აფხაზებთან და ოსებთან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვძებნოთ საერთო ენა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან და მათ უნდა აღვუდგინოთ ნდობა, დაკარგული ნდობა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ხოლო ამავდროულად ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან, რომ რუსეთიც იყოს დაინტერესებული ამ პრობლემების მოგვარებაში და მე და რა ინტერესი უნდა გაიცვალოს ეს ქაბატონინო, ერთი წუთი თუ შეიძლება, რაში უნდა გაიცვალოს? დაუშვათ ევრაზიული კავშირი, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო ერთ-ერთი აქტუალური თემა ქართულ პოლიტიკაშიც. აი თქვენ განცხადებას გავიხსენებ NTV-თვის მიცემულ ინტერვიუში, თქვენ ბრძანეთ, რომ ნატოში საქართველოს არავინ ელოდება, არავინ მიიღებს. ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში. მაშინ სად გველოდებიან ევრაზიულ კავშირში? მე მაინტერესებს თქვენგან ეს პასუხი. შეიძლება გველოდებიან კიდეც შეიძლება გველოდებიან კიდეც ევრაზიულ კავშირში, მაგრამ ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იქნეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული. რაც შეეხება იმას, რომ ნატოში ჩვენ არ გველოდებიან ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, ეს ძალიან ესე ვთქვათ რიტორიკული კითხვაა, იმიტომ რომ ევრაზიული კავშირი ჯერ თავად არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ ვთქვათ ეს ვთქვათ დემონიზირება ევრაზიული კავშირის ნამდვილად სწორი არ არის. რაც შეეხება ეხა თავად ნატოში გველოდებიან თუ არ გველოდებიან, ინგა ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი ობამას სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში არ ელოდებიან. იგივე გითხრა ჩვენ საფრანგეთის პრეზიდენტმა, იგივეს გვეუბნებიან ჩვენ ნატოს წევრი სახელმწიფოები. ჩვენ თავის მოტყუებას უნდა დავანებოთ თავი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ვითარებაში, იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულია ორი რუსული ბაზა, ნატოში საქართველო ვერ გაწევრიანდება თუ უარს არ იტყვის იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსული ბაზებია განლაგებული, ანუ აფხაზეთზე და ოსეთზე. ჩემი ამოცანა არის ინგა და მე ეს ვთქვი სხვათა შორის NTV-სთან მიცემულ ინტერვიუში და ვთქვი ეს იმ შეხვედრებზეც, რომელიც გაიმართა, მე არავის არ ვატყუებ და სრულიად ღიაა ჩემი პოზიცია, რომ მე ვთვლი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ნატოს ბაზები და არც რუსული ბაზები. ასე რომ ჩემი ამოცანა არის დღესაც და მით უფრო ჩემი ამოცანა იქნება, როცა ხელისუფლებაში მოვალ, რომ საქართველოს ტერიტორია განთავისუფლდეს უცხო ქვეყნის ბაზებიდან, ანუ რუსული ბაზები გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ ჩვენ გქონდეს მართლაც ნორმალური კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთთან, არასოდეს აღარ მოხდეს მით უფრო სამხედრო კონფრონტაცია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან და ასეთ სამხედრო კონფრონტაციას საქართველო კი არა, ამერიკა და უზარმაზარი სახელმწიფოები ერიდებიან და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი სტრატეგიული პოზიცია, ძალიან ბევრი რამ, რაც ღმერთმა მოგცა, იმისათვის, რომ დავაინტერესოთ რუსეთი, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და ამის გაკეთება ჭკვიანური პოლიტიკით შეიძლება. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. დიახ, თუ შეიძლება გაგაწყვეტინებთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ისევ დაუბრუნდებით თბილისში გაკეთებულ შეფასებებს, შესაძლებელია თქვენ დრო არ ქონდათ ამ დღეებში, რომ ეს შეფასებები წაგეკითხათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეფასდა თქვენი მან ჩასვლა, ისე როგორც ნინო ბურჯანაძე ხდება უკვე ოფიციალურადო კრემლის დასაყრდენი. წინა საარჩევნო პერიოდი დაიწყეთ თუ არა, შეიძლება ითქვას თუ არა, მოსკოვიდან და საარჩევნო დაფინანსებაზე რაიმე ტიპის მოლაპარაკება ხო არ ქონიათ რუსულ წამყვან პოლიტიკურ წრეებთან. ეს თემაც აქტუალურია დღეს საქართველოში, რომ ხომ არ მოაქვს საარჩევნო ფინანსები ნინო ბურჯანაძეს მოსკოვიდან. მე მგონი ახლა
ინგა არასერიოზულია უბრალოდ ამ თემაზე ლაპარაკი და ნამდვილად უხერხულიც კი არის ასეთი კითხვის დაცმაც და მით უმეტეს ამაზე სერიოზული პასუხის გაცემაც. რაც შეეხება თქვა საარჩევნო კამპანიას, არანაირი საარჩევნო კამპანია მე ჯერ ნამდვილად არ დამიწყია, ეს ძალიან ადრეა, უბრალოდ მოხდა ესე რომ მოწვევა მივიღე ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა 21 საუკუნის უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები და მე ბუნებრივია ეს შემოთავაზება გამოვიყენე იმისათვის, რომ მაღალი რანგის შეხვედრები მომეწყო და მესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება დასაყრდენს, ეხლა ეს განცხადებებიც ახალი არ არის ინგა, ეს საკმაოდ დიდი ხანია ამ განცხადებებზე მუშაობდა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება. მე შემიძლია ვუთხრა ჩემს ხალხს, ჩემს მოსახლეობას, მე ვარ საქართველოს მოსახლეობის დასაყრდენი და ყოველთვის მოქმედებდი და ყოველთვის ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ამ შეხვედრაზე მე დავსვი ის საკითხები, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი, მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი. ამავდროულად მე დავაყენე საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მესმის ძალიან კარგად, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მთლიანად გაუქმდეს ავიზო რეჟიმი, მაგრამ მოხდეს შეღავათის გაწევა და იყოს შეღავათიანი ავიზო რეჟიმი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისათვის და მე მივიღე სრული, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა იმაში, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდეს. ამავდროულად ვისაუბრე იმაზე, რაზეც ბოლომდე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ვერ ახერხებს ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს და საუბარს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიხსნას რუსული ბაზარი და უფრო მეტად იყოს საქართველოს მოსახლეობა დაცული რუსეთში, მათ შორის საკითხი, რომელიც ეხება შრომითი მიგრანტების პრობლემის საქართველოს მოსახლეობის დაცულობა რუსეთში, მე მგონი, ცოტა ისეთი რიტორიკული უნდა იყოს ამ თემაზე. არანაირი რიტორიკული არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ახსოვს ყველას იქიდან გამოყრილი უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუნდაც თქვენ თუ იზიარებთ ამ პოზიციას, აი ის პოზიცია, რაზეც მე ხავ საუბრობდი სტრასბურგთან დაკავშირებით. რუსეთ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით რაც უკავშირდებოდა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენას სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა და რუსეთისთვის 70 მილიონიანი კომპენსაციის დაკისრება მოითხოვა. თქვენ იზიარებთ ამ მოთხოვნას? ინგა, რაც შეეხება მაგ საკითხს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც მე მქონდა რუსულ მხარესთან საუბარი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მაშინ რუსეთის მხრიდან იქნა დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომა, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები გამოდევნილნი იქნენ რუსეთიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრების გამო, თუმცა პროვოცირება ამას გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად უტვინო მოქმედებამ, როდესაც ესე ვთქვათ, საჩვენებლად დავიჭირეთ ორი ესე ვთქვათ რუსი პოლკოვნიკი და საჩვენებლად დავადეთ მაგრამ თქვენ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყავით, ქალბატონო ნინო. მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებზე და შეცდომებზე თუ კი საუბრობთ, თქვენ ხომ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყავით? რა თქმა უნდა, მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მე ეს გავიგე სრულიად შემთხვევით უკვე პოსტფაქტუმ, როდესაც ეს ფაქტი მოხდა და ვუთხარი კიდეც სააკაშვილს, რას გამოიწვევდა ეს და გარდა ამისა, რომ სააკაშვილს ეს ვუთხარი, მე მაშინ ვიყავი ძალიან ინტენსიურად ჩართული ამ საკითხში, მაშინ ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი იყო ბატონი მირონოვი და სწორედ ჩემი პირადი ზარების და მათთან საუბრის შემდეგ მოხდა პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, მინიმიზაცია ამ გამოდევნების პროცესებისა, ვთქვათ, იგივე სკოლებში იყო სერიოზული პრობლემები, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მე ამის თაობაზე მაშინ ბატონ ირონოვს ვესაუბრე და აი ამ ტალღის შემცირება მოსახლეობის გამოდევნისა მოხდა ზუსტად ჩემი და მირონოვის საუბრის შედეგად და ჩემი ძალისხმევის შედეგად. მე მაშინაც ვთქვი, რომ მიუხედავად იმისა, გარკვეული პროვოცირება ჩვენის მხრიდან იყო, ყოვლად მიუღებელი იყო ის, რა რეაქციაც ჰქონდა რუსულ მხარეს და მე დღესაც ვთქვი და ვახსენე ეს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს, რომ ეს იყო მაშინ სერიოზული შეცდომა რუსეთის მხრიდანაც, იმიტომ რომ დაზარალდა სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მე დღეს მიმაჩნია, რომ ძალიან არ ვიცი ხა რამდენად მოხდება დაუშვათ ზარალის გადახდა იმ 70 მილიონის თვალსაზრისით, მაგრამ მიმაჩნია და ეს ვთქვი კიდეც ამ შეხვედრებზე, რომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ჟესტი გააკეთოს ამ ადამიანების მიმართ და მორალურად მაინც მათ ესე ვთქვათ აგრძნობინოს, რომ რუსული მხარე თავის თავს პასუხისმგებლად ესაუბრებით როგორც ოკუპანტებს, თუ თქვენს მოკავშირეებს, თუნდაც პოლიტიკაში, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში. თქვენ მათ ესაუბრებით როგორც ოკუპანტებს, ქალბატონ ნინო?
დღეს მე მათ ვესაუბრები როგორც სავარაუდო მომავალ მოკავშირეებს და სასტუმრო მოკავშირეებს მომავალში. ეხლა ინგა როგორ წარმოგიდგენია მე რა საუბარი როგორ დავიწყო რომ იცი რა შენ კი ოკუპანტი ხარ მაგრამ მე მაინც გელაპარაკები? მე ვამბობ რომ ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს რუსული ჯარი და ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ნამდვილად ვესაუბრები მათ როგორც მომავალ მოკავშირეს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესია ის რომ საქართველოს კონდეს ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან და რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთთან მოლაპარაკებების. ქაბატონ ნინო, ვაჟკაცობა დაუწუნე დღეს ქართულ ოცნებას მე ბოლო კითხვა უნდა დავსვა და ამის პასუხოთია წულუკიანმა გააკეთა განცხადება თქვენ ბრძანეთ რომ ხელისუფლებას არ ყოფნის ქართულ მხარეს ვაჟკაცობა რომ რუსეთს ელაპარაკოს და დიალოგი კონდეს წულუკიანმა განაცხადა რომ პუტინთან სტუმრობა და მისი ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლადო რა სიტყვით არაფერს ეს ქალბატონი თეას პირადი აზრია, მას უფლება აქვს თავისი აზრი ჰქონდეს ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ მე ნამდვილად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებას რომ იმის გამბედაობა ჰქონდეს, რომ რუსეთთან დიალოგი დაეწყო თუნდაც წელიწადნახევრის წინ, დღეს ჩვენ გაცილებით წინ ვიქნებოდით და ჩვენი პრობლემების მოგვარება იქნებოდა დაწყებული. ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ინგა ვაფრიალოთ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული პროდასავლური დროშა, იმიტომ რომ რეალურად პროდასავლური დროშა სულაც არ ნიშნავს ვინმეს ლანძღვაგინებას და ოკუპანტის ძახილს. იმიტომ რომ შეგახსენებთ რომ ყველა ევროპული სახელმწიფო და ყველა დასავლური სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა ესაუბება რუსეთს და თუნდაც იგივე ქალბატონმა კლინტონმა რომელიც რუსეთის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩევა რამდენიმე დღის წინ თავის წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადა რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია ალბათ ესე ვთქვათ ისიც კრემლის დასაყრდენი ხომ არ არის ამერიკის შეერთებული შტატებში და ბოლოს შემოდგომაზე იგეგმება ნინო ბურტანაძის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ეს იყო გიორგი ახვლედიანის დღევანდელი განცხადება და აიგეგმა ეხლა თქვენი ყოფნისას მოსკოვში რომ შემოდგომაზე თქვენ პუტინს შეხვდებით არა მე ვერ გეტყვით ახლა კონკრეტულად როდის იქნება ეს შეხვედრა ახლა ეს შემოდგომა გიორგის შეიძლება უფრო სურვილია ვიდრე კონკრეტული ასე ვთქვათ ინფორმაცია მაგრამ გარწმუნებთ რომ ნამდვილად პრობლემა შეხვედრის არ იქნება როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება და მე ნამდვილად ვპირდები ჩვენს მოსახლეობას რომ მიუხედავად იმისა რომ დღეს ოპოზიციაში ვარ მე აუცილებლად მივაღწევი მას რომ იგივე სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაც მოხდეს გარკვეული პროდუქციისათვის ბაზარიც გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის საფუძველი გაიხსნას და იგივე ხელისუფლებას ვთავაზობ ყოველგვარი ესე ვთქვათ მათი მხრიდან რაიმე ვთქვათ მათ მიმართ პირობების აყენების გარეშე გამოიყენონ თუ არ შეეშინდებათ ის კონტაქტები, ის საუბრები, ის შეხვედრები, რომელიც მე აქ მქონდა. კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა ინგა, მე პირდაპირ მითხრეს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რომ ისინი მზად არიან თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ესაუბრონ მათ კარგად გაიგონ რა პრობლემებია და რა გამოსავალი შეიძლება იყოს რუსულ-ქართულ ურთიერთობაში თუ ამაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მზაობა იქნება. ხა მე კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რომ ვიდრე პირადად ესე ვთქვათ არ მივაწოდებ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ შესაძლებლობის შესახებ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენო, მაგრამ თუ არ იქნება, მე აუცილებლად ვიტყვი რა შესაძლებლობებზე უარს ამბობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მადლობა ქალბატონ ნინო, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მასე ეს იყო ნინო ბურჯანაძის რეაქცია მე მას ვემშვიდობები შეგახსენებთ გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი მოსკოვიდან საუბრობდა რეაქციაში კი ძალიან საინტერესო დისკუსია გელოდებათ წინ არ გადათოთ თემა რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენ ასე დავასათაურეთ კაცები თუ ქალები ვინ უფრო მეტად არის საქმის გამკეთებელი პოლიტიკაში ქალი თუ მამაკაცი, რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე და რომელი უფროა საქმის გამკეთებელი, რატომ ფიქრობენ ქალები, რომ მათი უფლებები ირღვევა? მეტი ქალი პოლიტიკაში არის კეთილდღეობა ხალხისათვის. თუ ქართულ პოლიტიკაში ქალები მოვლენ, ისინი შეძლებენ რომ უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, საკუთარი შვილების და საკუთარი ოჯახების ინტერესები. რატომ ფიქრობს კაცების ნაწილი, რომ ქალების ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, ვისი ადგილია საქართველოს პარლამენტში და ვისი სურვებდით თქვენს რჩეულად? მეხუთე პრეზიდენტი საქართველოსი კარგი იქნება რომ ქალი იყოს. დღეს რეაქციის სტუდია მწვავე დებატებს დაეთმობა. საჭიროა თუ არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმდენივე ქალი, რამდენიც მამაკაცია, რას მოუტანს ქვეყანას მეტი ქალი პოლიტიკაში, ქართული ფემინისტური მოძრაობა დაიწყო. თქვენი აზრით საქართველოს უფრო მეტი პოლიტიკოსი ქალი უნდა იყოს თუ არა? კაცი უნდა იყოს, ქალი არა. ქალები ვერ ამართლებენ? ვერ გაამართლებენ. ვერ გაამართლებენ. არც ერთი პოლიტიკოსი ქალი არ გქონდა? არ მომწონს რა. ხალხმა რა უნდა გააკეთოს?
ოჯახში უნდა იყოს დიასახლისა, ძირითადად. პოლიტიკაში მე მგონი ქალის ადგილი არა. ხალის ადგილსა სხვა სამსახურში. ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში. ქალი არის უფრო მეტი დამკეთებელი, ვიდრე მამაკაცი. კაცი უნდა იყოს პოლიტიკაში. ხალი რატო არა? ხალის ადგილი. ქალი დიასახლის უნდა იყოს. ქალს იმდენი შეუძლია, რასაც მამაკაცი მართლა ვერ შეძლებს. გორში კიდე შიდა ქართლში რა, ერთხელ უნდა სცადონ. ქალი უნდა სცადონ ერთხელ და როგორც თავდაცვაში მოხდა. გაგიხარდა ხოდა? გამეხარდა. მამაკაცებმა არ გაამართლეს და თინახი და შელის იმედი გვაქვს ახლა. რა უნდა ქალს პოლიტიკაში? ხო ქალი უნდა იყოს სახში. რა უნდა პოლიტიკაში ქალს? რა ხიდაშელი კარგი რა. კაცი მაინც ძალიან კარგი იქნება თუ მეტი იქნება ქალი. ეხლაც არიან, ჩემი აზრით არიან, მაგრამ უფრო მეტი თუ იქნება, ძალიან კარგი იქნება და მივესალმები. ერთადერთი პრობლემა გვაქვს ხოლმე პოლიტიკურ პარტიებთან. მათ უნდა შეიგნონ, რომ წინ წამოწიონ ქალები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის მსაღები იქნება და ყველას სასურველი. როგორ ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ნაკლები ხალია? არა, ეხლა არ ვფიქრობ ეგრე რომ ნაკლებები არიან. საკმაოდ არიან, საკმარისია მე მგონი. მეტი ხალი არა, ის არა, მეტი არ ამგონია რომ იყოს საჭირო. ხალები უფრო მეტი უნდა იყვნენ ხოლმე პოლიტიკაში. აუ რავი მაგ დედაც რავი. ქალებს უფრო განათებული გონება აქვთ. ქალები ნამდვილად უნდა იყვნენ პოლიტიკაში. ბევრი. თელ საქართველოში სულ გორშიცა და სულ ძალიან ნაკლები, ძალიან. იჩაგრება ხალი დღეს? მეც ნაკლები. ზოგ მომენტში ქალმა უფრო ივარგოს ვიდრე კაცმა, მე ესე ვფიქრობ. ყველს გაუშვებით დეპუტატად? რატომაც არა ჯერჯერობით. რატომ არა, მაგრამ სადაც არის სამსახურში მუსიკის მასწავლებელია, ჩემსული, იქიდან სათავისუფლებენ და დეპუტატი ვინც აიყოს იმას გამაგები. ასეთი პასუხები მიიღო ვახო ხუზნიაშვილმა რეგიონებში ქალთა პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. იცით თუ არა, რომ მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის 53% ქალია, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 17 ქალი დეპუტატი ყავს. არის თუ არა ეს ქალების დისკრიმინაცია? ქართული ფემინისტური მოძრაობა დაიწყო და ამ მოძრაობის მთავარ მიზეზი ქალებზე გახშირებული ძალადობა გახდა. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში 4000-ზე მეტი ოჯახური კონფლიქტია დაფიქსირებული, სადაც მსხვერპლი ქალია. რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას გააკეთებენ ისინი ისეც, რასაც კაცები ვერ აკეთებენ და რატომ არიან ძირითადად ქართულ პოლიტიკაში მამაკაცები? როგორ ფიქრობთ, ქალი უფრო მეტადაა საქმის გამკეთებელი თუ კაცი? გიფიქრია თუ არა, რომ დიდი რაოდენობით ქალები წამყვან თანამდებობებზე შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის განვითარებისთვის? დღეს რეაქციაში ძალიან საინტერესო დისკუსია გველის იუსტიციის მინისტრი, პარლამენტარები, არასამთავრობოები, ქალთა კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, პოლიტიკოსები დღეს ერთმანეთის პირისპირ საკუთარი არგუმენტები და აქვე ჩვენი ინტერაქტივი. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში? ჩაერთეთ ინტერაქტივში, ზარი უფასო ასევე გამოგიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია. პირდაპირ ეთერს ვიწყებთ, მივესალმები ჩვენ სტუმრებს, მე აღარ ჩამოვთვლი, სათითაოდ აღარ გამოვყოფ, მათ ვიტყვი ერთს, რომ მალე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება იუსტიციის მინისტრი, ჩაგვერთვებიან ასევე პარლამენტარები, მან ყობახიძე, მურმან დუმბაძე. აქ კი ჩვენ აუდიტორიაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ამ ქალთა კვოტირების მომხრეები არიან, მეორეს მხრივ კი მოწინააღმდეგეები, საკუთარი არგუმენტები თურთ, რატომ დადგა საერთოდ ეს პრობლემა. რუსტან კერვალიშვილისგან მინდა დავიწყო პირველ რიგში საუბარი. რატომ გახდა საჭირო? რას გრძნობთ? რა მოთხოვნილება გაგიჩნდათ ისეთი, რომ დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ქალების კვოტირება არის აუცილებელი? გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით, ინგა, მივესალმები იმედის მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, რომ გამოგვეხატა. მადლობა თქვენ, რომ მონაწილეობთ. ქალთა მოძრაობის, ოღონდ 100 წლიანი ქალთა მოძრაობის აზრი დღეს თქვენ სტუდიაში. ქალთა მოძრაობა საქართველოში მე-19 საუკუნეში დაიწყო, მას ყავდა ძალიან გამოჩენილი წარმომადგენლები და საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ქალს მისცა უფლება, რომ პირველი რესპუბლიკის დარბაზში ყოფილიყო წარმოჩენილი. მას მერე 100 წელიწადია მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, რადგან მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკის დარბაზში 5 ქალი იყო წარმოდგენილი, დღეს საქართველოს პარლამენტში 17 ქალია წარმოდგენილი. საქართველოში ქალთა მოძრაობა და თავგანწირვა 89 წლის 9 აპრილს ყველამ ნახეთ და დამოკიდებულება ქალების
ვისაც აბსოლუტურად იმაზე მეტი წვლილი შეაქვს, რა კი შეიძლება რომ ზოგადად ქალმა შეიტანოს საზოგადოების ცხოვრებაში და ეს გრძელდება წლების მანძილზე. რატომ უნდა იყოს 99%-ით საქართველოში წარმოდგენილი ერთი სქესი მამაკაცები წარმომადგენლობით ორგანოებში? ეს არის შეუძლებელი, მით უმეტეს რომ საქართველო ადგას ევროპული ღირებულებების განვითარების გზას და ჩვენ უბრალოდ ასეთ ვითარებაში შესაბამისად გვაქვს ვალდებულება საერთაშორისო, რომელიც ითვალისწინებს, რომ თანაბრად იყოს ქალი წარმოდგენილი, ისევე როგორც მამაკაცი, გადაწყვეტილების მიღებ ყველა დონეზე. უკაცრავად, ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, ვიდრე მოვისმენთ განსხვავებულ არგუმენტებს, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, ბაია, მოდი თქვენ დაგისვავთ კითხვას, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ვინაიდან ვადგევართ ევროპულ გზას, თუ ჩვენში არის მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე, პოზიციებზე. ანუ ვალდებულების გამო ვიბრძვით ამისთვის თუ არის რეალური სიტუაცია იმის რასაც ითხოვთ? მე მინდა ჩემი საუბარი დავიწყო არგენტინული ქალთა მოძრაობის სლოგანით, რომელიც ამბობდა, რომ ცოტა ქალი პოლიტიკაში იწვევს ქალების გარდაქმნას და ნინო ბურჯანაძე პრაქტიკულად არის ამისი რეალური მაგალითი, როგორ გაცვალა მან ევროატლანტიკური ღირებულებები კრემლის ინტერესებზე, მაგრამ როდესაც ბევრი ქალი არის პოლიტიკაში, მაშინ იცვლება პოლიტიკა, იმიტომ რომ ქალები ცვლიან პოლიტიკას. მაგრამ იმისათვის, რომ ქალებს ჰქონდეთ საშუალება შექმნან დღის წესრიგი პოლიტიკაში, აუცილებელია, რომ ისინი გარკვეული რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები. დღეს საქართველოში მარტო 12% არის პარლამენტის შემადგენელი ქალები და ამ მაჩვენებლით ჩვენ ჩამოვჭებით აფრიკის ქვეყნებს, არაბეთის ქვეყნებს, აზიის ქვეყნებს. ანუ 93 ადგილზე ვართ, ხო? 100-მერვე ადგილზე ვართ ზოგიერთი, ესე იგი რეიტინგის მიხედვით. ეს არის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი და ეს არა მარტო საერთაშორისო რეკომენდაცია, ბუნებრივია, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც თანასწორობაზე და გენდერულ თანასწორობაზე ზრუნავენ, ამას გვირჩევენ, მაგრამ ეს პირველ რიგში არის ჩვენი მოთხოვნა, ეს არის ქალების მოთხოვნა, ეს არის სრულიად სამართლიანი მოთხოვნა. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ 38 ადგილს 150 კაციან პარლამენტში. რას შეცვლის ეს 38 ადგილი? აი ეს რომ კარგად გაიგოს თქვენმა მაყურებელმა. ანუ მე ესე დავსვი ხისტად შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენ არ მოგეწონოთ, მაგრამ რატომ ქალი უფრო კარგად გააკეთებს დაუშვათ საქმეს ვიდრე კაცი? არის რიგი საკითხები, რომელიც პირდაპირ ექცევა და უპირატესად მნიშვნელოვანი არის ქალებისათვის. ასეთი არის მაგალითად ძალადობასთან ბრძოლა. კანონი, რომელიც საქართველოს მიიღო, იყო ქალის ინიცირებული. სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტში შეიქმნა ეკაბესელიას გადაწყვეტილებით პარლამენტში, ხო? ბაღები უფასო გახდა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით. შრომის კოდექსის ცვლილება გახდა თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით და აი სპეციალური ინტერესები აქვს, მაგრამ ეს ინტერესები როგორც წესი ჭიდრო კავშირში არის ჯანდაცვასთან, განათლებასთან, უსაფრთხოებასთან, მშვიდობიანად მოგვარება, კონფლიქტების, იმიგრანტების პრობლემები, როცა უამრავი ქალი არის წასული და მათ დაბრუნება არ შეუძლიათ ამ ქვეყანაში და უმძიმეს პირობებში მუშაობენ. არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ქალებს განსხვავებულად ვხედავთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი გამოცდილება, ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა ამ პრობლემების, მაგრამ ეს პრობლემები არ არის პრიორიტეტული ძირითადად კაცებისათვის და იმისათვის, რომ ქალებმა უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე დღემდე გაუკეთებია, იგივე ქალბატონმა რუსუდანის დამსახურებაა ისო, გენდერული თანასწორობის საბჭო არსებობს პარლამენტში. და მანენა კობახიძე ჩაგვერთვება, მაგრამ როდესაც ქალები არიან მხოლოდ 12% წარმოდგენილი, ეს არ არის საკმარისი, რომ დიდ პოლიტიკაში დღის წესრიგი შექმნა. დიდი მადლობა, ვიდრე იქით დავსვავ ნინოსთან შეკითხვას, მინდა გადმოვიდე აქეთ ფლანგზე საღამომშვიდობის ქალბატონო მანა, მე როგორც ვიცი, თქვენ არ იზიარებთ ამ მოთხოვნას, ხო? ეხლა ეს ცალსახად თქმა რო არ ვიზიარებთ, არა, თუ შეიძლება გეტყვით. კი ბატონო, და შემდეგ ანისთან. უპირველეს ყოვლისა, მინდა წინა გამოსვლას ვუთხრა, რომ ნინო ბურჯანაძისნაირი პოლიტიკოსები ბევრი ყავდეს საქართველოს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა ჩვენი საქმე, ეს ერთი. მეორე, გენდერული საბჭო და ამ საერთოდ გენდერულ თემაზე საუბარი დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც ქალბატონი ნინო იყო პარლამენტის თავმჯდომარე. პირადად მე ვიყავი ჩართული ამ გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით ხდებოდა ეს ყველაფერი და მე პირადად ვიყავი ჩართული ამ თელ პერიპეტიებში. ეხლა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, აი ამ კვოტირებასთან დაკავშირებით. იცით, დღესდღეობით პირადად აი ჩემთვის ხო ქალი კაცი პოლიტიკაში მიუღებელი ცნება უნდა იყოს ადამიანი მომზადებული ჭკვიანი გონიერი ადამიანი ქალი იქნება ეს თუ კაცი
რა მნიშვნელობა აქვს? თუ ადამიანმა მომზადებულ როგორ არ აქვს მნიშვნელობა? პრაგმატულად სწორად გამიგეთ, რასაკვირველია მნიშვნელობა აქვს და ძალიან კარგი იქნება თუ მეტი ქალი იქნება. პრაგმატულად გეუბნებით, ახლა კონკრეტულად დავუშვათ ამ შემთხვევაში, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, ხო და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული რაღაც მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, მომხრე, ხო? მაშინ რასაკვირველია, ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია, არამედ ეს ქალი უნდა იყოს ისე დონეზე მომზადებული, რომ ის იყოს კანონშემოქმედი. ანუ თქვენ რა გინდათ ეხლა თქვათ მანა, რომ ქალები არ არიან საქართველოში იმ დონეზე მომზადებულები და ისეთი კვალიფიციურები, რომ ძალიან კვალიფიციურები არიან. არ ჩამოვარდებით არანაირად მამაკაცებს, არანაირად ამაში დამერწმუნეთ, მაგრამ გადახედეთ მოდით დღეს პარტიულ სიებს და პარტიაში როგორ არიან ქალები წარმოდგენილი. ბევრი არიან. მე ვიტყვი რომ აი თუნდაც აი ხლა საბოლოო არჩევნებში მარტო ნაციონალური მოძრაობა იყო და ჩვენი პარტია უმაც დაიცვა ეს კვოტა. და ქალები ყავდა საარჩევნო სიაში ისე წარმოდგენილი როგორც კანონი მოითხოვდა, მაგრამ აქ არის მეორე ვარიანტი. ხელოვნურად არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ერთი კაცი, ერთი ქალი, ერთი კაცი, ერთი ქალი. ის ქალი იმ პარტიაში რომ არის კი მზად რომ ის იყოს კანონშემოქმედი? კარგით, მე ვიდრე აქეთ უპასუხეთ თუ გნებავთ, მაინტერესებს ემზარკვიციანის მოსაზრება ამ თემაზე, რომელიც თქვენ გიკეთიათ მიკროფონი ბატონო ემზარ, მაგის გარეშე შეგიძლიათ თქვა და შემდეგ გადმოვდივარ ისევ თქვენთან. თქვენ რა სიტყვით? მოკლედ, მოგესალმებით, ვესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემაზე ხართ ეხა ჩვენი სტუმარი. ჩემი აზრი იმის გარდა, რომ ჩემი აზრი მაბადია, რომელიც რომ ჩემი პარტიის წევრების აზრიც თანხვედრაშია. არასოდეს ჩვენ წინააღმდეგი არ ყოფილვართ და საერთოდ კანონში სადმე გვაქვს ჩვენ რომ ეწინააღმდეგებოდეს ქალის პარლამენტში შესვლას, კანონი არის არსებობს ასეთი რამე. რატომ არის ეს ხალხ ხაზგასმით რომ კვოტა რატოა საჭირო? რატომ? აი 38 ეძახია, ხო? როგორც გავიგე. 50 რო იყოს, ესე იგი რა ხდება, მაშინ დარღვევა იქნება? აი 50 ქალი რო შევიდეს პარლამენტში. აი ამიტომ უბრალოდ ჩვენ ახლა მაგალითად ამასთან არანაირი გენერალური დივანი ყავს ჩვენ ქალბატონი არა, ირმა ინაშვილი. ასე არიან კიდე ქალბატონები ჩვენთან. ასე რომ ჩვენ არანაირი მოწინააღმდეგები არა ვართ ამასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი პარლამენტში ხალხი შედის როგორ არჩევითია, ხო? ის ქალი რომელიც თუნდაც კარგად ნასწავლი იყოს, თუნდაც ძალიან მშვენიერი ქალბატონი იყოს, უნდა აირჩიოს ხალხმა, არა? ხო, მაგრამ ხო იმაზეა საქმე, პარტიები რამდენად ქალებს ანიჭებენ, პრიორიტეტს არ ვამბობ, უბრალოდ თუნდაც თანაბარი გადანაწილების პრინციპით. აბსოლუტური თავისუფლებაა ჩვენთან საქართველოში ქალისთვისაც და კაცისთვისაც. და რატომ ვერ ხდება აბა ბევრი ქალი პარლამენტში? რატომ ვერ ხდება? არჩევითია და იმიტომ არჩევითია. რას ნიშნავს არჩევით? ანუ კაცების დამოკიდებულება ძირითადად არის ის, რომ ქალის სამზარეულოში. ani მიროტაძე ზის აგერ ჩვენთან. ასევე ქალბატონები არიან, რომლებიც რომ ძალიან აქტიურები არიან, ხო? ну მაგალითად ავიღოთ ასე ქალბატონი მიროტაძე რომელიც დაახლოებით 5 პარლამენტარ მამაკაცს უდრის ესე იგი დათვალეთ მაშინ შვიდოდი გამრავლეს 5 წუთამდე რითი უდრის მაინტერესებს თქვენი მოსაზრება რითი და აქტიურობით იმიტომ ანუ თქვენც ამბობთ რომ 5 მამაკაც ერთი ქალი ჯობია ხო არის მომენტი ზოგიერთებს კი რა თქმა უნდა რომლებსაც ნამდვილად გზინავთ არაფერს არ აკეთებთ კი ბატონო, ნინო, რა სიტყვით თქვენ და შემდეგ განისთან გადმოვიდეთ. პირველ რიგში ვიტყვი იმგა, რომ ნამდვილად არანაირი პრობლემა არ გვაქვს თვით შეფასებასთან დაკავშირებით. მე ვიტყვი იმას, რომ საქართველოში არიან ძალიან კვალიფიციურები, ძალიან გამოცდილები, განათლებული ქალები, საზღვარგარეთ განათლება მიღებული თუ საქართველოში და ძალიან ბევრი ორგანიზაციისგან მომისმენია, რომლებიც თქო ღია კონკურსებს ატარებენ და ისე აყავთ თანამშრომლები. ანუ იქ სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, ხშირად საქართველოში კაცებზე არის ხოლმე კვოტირება, იმიტომ რომ იმდენ მაღალ შედეგებს აჩვენებენ ქალები რო ხშირად თქვა იგივე ჩვენი ორგანიზაციებიც ხშირად არის სწორედ ქალებისგან დაკომპლექტებული, იმიტომ რომ უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ხოლმე კონკურსებში. ამიტომ კვალიფიციის პრობლემა ნამდვილად არის. რატომ არის საჭირო სავალდებულო კვოტირება? იმიტომ რომ პარტიებში არის თვითონ პრობლემები, იმიტომ რომ პარტიები, რომლებიც შეიქმნენ წლების წინ, მათ ყავთ ერთი და იგივე შემადგენლობა, ძირითადად მამაკაცები და ეს პარტიები არ ახდენენ თავიანთ თქვა შიდა გადახალისებას. იმიტომ პირველ რიგში ეს არის ის რომ თქვათ შიდა პარტიული თქვათ საკითხია, თქვათ ეს ნაცნობობა, მეგობრობა, კავშირები, რომლებიც თქვათ შემდეგ ვერ ეუბნებიან უარს თავიანთ თანაპარტიებს რომ შეიყვანონ სიაში, აღარ იწყებენ ახალი რაღაცა თანამედროვე, გამოცდილი, პროფესიონალი ქალების თუ მამაკაცების ზებნას და რჩებიან ისევ რაღაცა ძველი კადრების ხარჯზე. გარდა ამისა, ასევე ვიტყვი რომ ძალიან ბევრი თქვათ ბარიერი არსებობს ქალისთვის პოლიტიკაში მოსასვლელად, მათ შორის ძალიან რეალიზებული და პროფესიონალი ქალების
ქალებისთვისაც არსებობს იგივე ოჯახური ბარიერები, როდესაც ისინი შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური, თქვა ზეწოლის თუ ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, თქვა იგივე სამუშაოს არჩევასთან დაკავშირებით ქმრების მხრიდან. ეს ბევრი ქალი ამაზე არ საუბრობს. მაგრამ რაც შეეხება პარტიებს, კიდევ ერთი ბარიერი არის ჩვენი საარჩევნო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად არ არის მორგებული ქალების ინტერესებზე. იგივე მაჟორიტარული მოვასწროთ მინდა ანის პასუხი და შემდეგ ისევ განვავრცოთ. ანი, ოფიციალური სტატისტიკა არის ასეთი, ადგილობრივ თვითმმართველობებში 59 გამგებლიდან მხოლოდ 2 არის ქალი. ქვეყანას არ ყავს არც ერთი ქალი გუბერნატორი. თელავის, ფოთის, წალკის, ასპინძის საკრებულოებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ქალი. რატომ ეშინია ოცნებას ქალების? მადლობა მოწვევისთვის. უნდა დავეკლიოთ 2 წუთში და შემდეგ რეკლამის შემდეგ რიგში რომ რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს ამის წინააღმდეგი არავინ არ არის და კარგია, როდესაც აქტიური ქალბატონები ცდილობენ რომ თავის ადგილი იპოვონ და საკუთარი რეალიზაცია, საკუთარი ძალების რეალიზაცია მოახდინონ პოლიტიკაში. ეხლა მე თქვენ ჩამოგითვლით. მაგალითად, მაგდანა ალხანაშვილი ყავს ფორუმს, ყავს ახმეტის საკრებულოში და არის ფრაქციის თავმჯდომარე და ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელიც ასეთი აქტიური იქნება და ყავს ძალიან ბევრი ასეთი პანკისელი ქალბატონები და ძალიან მინდა მიესალმოთ ასეთ ქალბატონებს, იმიტომ რომ ისეთი აქტიურები არიან, თავიანთი აქტიურობით. არა, მაშინ თუ ცოტა კი არც ერთი გუბერნატორი. მარინა კოკოევა, ასევე ყავს ლაგოდეხში, ონში ყავს მარინა ბერძე, ქეთევან სიხარულიძე, ელენა დაკაძე, მარია ყუდიაშვილი, ერთი წუთი. ჩემთან არ არის ჩვენს პარტიაში და ჩემს პარტიაში ეს ყველაფერი კარგად არის განსაზღვრული, რომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ბევრი ქალი, მაგრამ არასავალდებულო კვოტირებით, არამედ ჩვენ თვითონ პარტიამ აიღო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება ბევრი ქალი პარტიული ფორმატით გახადოს, უბრალოდ წარმოაჩინოს, აჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეს რესურსი აქვს. უკაცრავად ქალების კი ვერ წარმოადგენთ საარჩევნო სიაში. უკაცრავად. გარდა ამისა, ჩვენ თვეში ორჯერ მაინც და დამეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. თვეში ორჯერ მაინც გვაქვს გადამზადებები, შეხვედრები, კონსულტაციები ამ ქალბატონებთან და მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ ფორუმს აქვს ამბიციური გეგმა, რომ ყველანაირი სავალდებულო კვოტირების გარეშე მისი სია მომოწმება. მაგრამ რატომ გეშინიათ კვოტების ხელისუფლებას რეკლამის დროა თქვენი მიღებული კანონის უდავს რომ ეხა მოგწევთ? შიში არაფერს შუაში არ არის. მე ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა საკუთარ ძალებში მოძებნონ, საკუთარ პარტიაში მოძებნონ აქტიური ქალები. შესაბამისი ფორუმის მაგალითზე ლაპარაკობს ეხლა ანი კახაშარტავა გვერდით გაიწია და ანი მიროტაძე გაუშვა პარლამენტში. რეკლამის შემდეგ შემოგვიერთებიან ჩვენ დარბაზში მყოფი თითოეული სტუმარი ისაუბრებს ასევე თეატრალუკიანი მანნა ყობახიძე, მურმან დუმბადე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა არ გადართოთ რეკლამის შემდეგ ეთერში ვარ. ქალები თუ კაცები ვინ უფრო არის ქართლის გამწეთებელი. მაშასე რეაქცია არის კვლავ პირდაპირ ეთერში, როგორ ფიქრობ, საჭიროა თუ არა მეტი ქალი პოლიტიკაში? ეს არის ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ, ზარი უფასოა, ჯერჯერობით 6057 ზარი არის შემოსული, აქედან 3993 ზარის ავტორი ფიქრობს, რომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში. სოსო შატბერაშვილს ვაძლევს სიტყვას, რა სიტყვით თქვენ ბატონო სოსო? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთ აქტუალურ თემაზე რომ მომიწვიეთ თქვენ სტუდიაში. ჰოი დედანო, მარად ნეტარნო, კურთხევა თქვენ და კბილს სახსოვარნო. აი ასეთი სიტყვებით დაგაკისრათ დიდი მისია დიდმა პოეტმა. კურთხევა თქვენ და კბილს სახსოვარნო. ვინ არიან დღეს ჩვენი ქალბატონები? ჩვენი ქალბატონები არიან ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. აქ ითქვა, რომ მე-19 საუკუნეში დაიწყო ქალთა მოძრაობაო. მე ვიტყვი, ქალთა მოძრაობა დაიწყო მე-4 საუკუნეში, როდესაც შუშანიკ დედოფალი აუჯანყდა თავის მეუღლეს, არ დათმო თავისი ქრისტიანობა თავის სიცოცხლის ფასად. აი პირველი აჯანყება ქალისა და ქალთა მოძრაობის დაწყება იწყება მე-4 საუკუნიდან. გავაგრძელოთ, ვინ შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა? დიდმა კაბადოკიელმა ნინომ, წმინდა ნინომ. და ბოლოს მე-12 საუკუნეში ქართული იმპერიის ხელმძღვანელი მონარქი ყავდა ქალბატონი. აი მაშინ დაიწყო ქალთა მოძრაობა. ანუ თქვენ მხარს უჭერთ ქალთა ასეთ გააქტიურებას პოლიტიკაში? მე ისტორიული ფაქტი მოგიყვანეთ, რომ ისტორიულად ქალები ყოველთვის ხო, აქედან გამომდინარე, რომ ისტორიულ ფაქტებს იშველიებთ. საქართველოში და საქართველო იყო ადრეული რენესანსის სამშობლო. მე-12 საუკუნეში ყველაზე დიდი მარგალიტი, რომელიც გაგვაჩნია, ვეფხისტყაოსანი, ვის მიუძღვნა შოთა რუსთაველმა? შეყვარებულმა შოთა რუსთაველმა მიუძღვნა ქალბატონს, თამარს. ეხლა მე მინდა დღევანდელ ქალთა საკითხზე გადმოვინაცვლო. ქალები არა მარტო გზრდიან, ანუ პედაგოგთა უმრავლესობა ქალები არიან.
არა მარტო კურნავენ ექიმთა უმრავლესობა ქალები არიან, არამედ 2 საუკუნის მიჯნაზე, მე-20 და 21 საუკუნის მიჯნაზე ქალებმა იტვირთეს უდიდესი ფუნქცია რკინის ქალამები ჩაიცვეს და როდესაც განადგურდა წარმოება საქართველოში და როდესაც მამაკაცები დავრჩით უმუშევრები, გაუდგნენ უცხო ქვეყნების გზას და იქიდან ინახავენ დღეს საქართველოში თავის ოჯახებს. ემიგრანტებმა ქალებმა გადააწყვეტეს არა მარტო ოჯახებს, ქვეყანასაც ინახავენ. ეხლა თავარ საკითხს მივადექი, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში ქალბატონები. რა თქმა უნდა იყვნენ. მაგრამ რომ არ არიან, რატომ არ არიან? არ არიან იმიტომ, რომ ქალბატონების უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ვისთანაც მე მქონია ურთიერთობა და უამრავი ქალბატონისთვის შემითავაზებია, რომ ჩაბმულიყვნენ პოლიტიკაში, მოსულიყვნენ პარტიაში, თუნდაც დღევანდელ ჩვენ მემარცხენე ალიანსში მობრძანებულიყვნენ, ჩართულიყვნენ უმრავლესობა ქალბატონებისგან მიმიღია უარყოფითი პასუხი. ეგ თქვენ არ მოწონდით როგორც პოლიტიკური პარტიაში შევიდნენ. ანუ ქალების ბრალია? რატომღაც ქალებს არ სურთ მაინც და მაინც დიდი სიამოვნებით არ მიდიან პოლიტიკაში. მე მინდა თქვენ კითხოთ ინგა. სად უკეთესად გრძნობდით თავს პოლიტიკაში თუ ჟურნალისტიკაში? არა, მე ჟურნალისტიკაში და ვფიქრობ, რომ ჩემი შეცდომა იყო პოლიტიკაში, როდესაც წავედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მხარს არ უჭერდე, რაც შეიძლება მეტი ქალი იყო პოლიტიკაში. მე ჩემი ადგილი ვთვლი, რომ იყო ჟურნალისტიკაში და ეს იყო შეცდომა. აი როგორც თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ადგილი ჟურნალისტიკაშია, ბევრი ექიმი, ბევრი პედაგოგი, ვისაც შევთავაზეთ, თვლის, რომ მისი ადგილი არის იქ და არა პოლიტიკაში. ანუ ხელოვნურია ეს ყველაფერი, რასაც არა, ეს არ არის ხელოვნური. 11% საქართველოს პარლამენტის შემადგენლობისა არის ბუნებრივი და ძალიან დამამცირებლად მიმაჩნია კვოტირება. კვოტირება იყო საბჭოთა სისტემა. ჩრდილო კორეაშია დღეს კვოტირება. რომელიღაც კრემლის კაბინეტში დგებოდა სია, რამდენი მწველავი, რამდენი მუსიკოსი, რამდენი რეჟისორი, რამდენი ქალი, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი მეცხვარე, რამდენი მეჩაიე უნდა ყოფილიყო უმაღლეს საბჭოებში. მე მიმაჩნია საბჭოთა კავშირში ნორმალური კვოტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საერთოდ არასოდეს არ ყოფილა. ალბათ, ერთი წუთი, ძალიან თუ მე თქვენ გიშლიდით. მიმაჩნია ასევე ძალიან დამამცირებლად ფულის დაწესება ქალთა ადგილებისათვის განსვლელ სიაში. მე ამას პოპულარულ ენაზე ვიტყვი. მე შენ მოგცემ ფულს და შენ შეიყვანე ქალები. ეს შემოდინება უნდა ხდებოდეს ბუნებრივად და არ ხელოვნურად. ქალბატონ, ერთი წუთი. ბრძანეთ, რომ არ უნდათ ქალებს პოლიტიკაში წასვლა. მაშინ ის 20-40% ქალების, რომლებიც არიან ზუსტად პოლიტიკური პარტიის წევრები, რატომ არიან წევრები, თუ მათ არ უნდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა? რატომ არიან ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ზუსტად ქალთა უმრავლესობას პოლიტიკაში არ უნდა და იმდენი პროცენტია ჩართული პოლიტიკაში, რამდენსაც სურვილი აქვს. აი ეს 11%, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია, აი მე მოვიტანებ სოფლიო პარლამენტარებისში ქალთა პროცენტული რაოდენობა. 11% არის ბუნებრივი. იტალიის პარლამენტში არის 28%. პოლონეთის პარლამენტში არის ბუნებრივი მაშინ, როდესაც პარტიებში მინიმუმ 30% არის ქალი და ზუსტად ამ ქალებზე დგას პარტიული ცხოვრება წინასაარჩევნო პერიოდში თუ შემდეგ. ქალბატონმა ანიმ ბრძანა მაგდა ალხანაშვილიო, მაგდასთან ერთად ასობით ქალი არის ფორუმში გაერთიანებული და არა მხოლოდ ფორუმში, რომლებიც ძალიან კარგად შეასრულებდნენ მაგალითად საკრებულოებში სამუშაოებს. მე მინახავს საკრებულოს ანგარიშები, სადაც ზუსტად ქალებმა დააყენეს პრიორიტეტული საკითხები. ამიტომაც ქალებს ძალიანაც აქვს სურვილი, მაგრამ როგორ გავიდნენ თუ ისინი სიაში არ იქნებიან წარდგენილი. რატომ ვერ ხდებიან სიაში? აი გუპასუხებს. კი ბატონო, და კახაძაგანიას მივცემ სიტყვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რაშია ჩვენი პრობლემა. პირველი პრობლემა არის, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიები თავიანთი განვითარების როგორ გითხრათ, დაბალი განვითარების საფეხურზე არიან და სამწუხაროდ არ იღწვიან იმისთვის, რომ ავიდნენ უფრო მაღალ საფეხურზე. რაც უფრო დაბალია დემოკრატიული ხარისხი პოლიტიკურ პარტიაში, მით უფრო უჭირს ქალს მასში დაწინაურება. ჩვენ არ ვართ არც ერთი ორგანიზაცია აქ წარმოდგენილი, რომელსაც არ გქონდეს პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება. 10 წლეულებია მე პირადად და ჩემი ორგანიზაცია, როცა ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს და პარტიის წევრ ქალებს. თქვენ რო ნახოთ როგორი შემადგენლობაა, რომელსაც შეუძლია მართლა წინ წაწიოს ყველა პრობლემა, თავისი პარტიად კი უკეთეს მდგომარეობაში გადაიყვანოს, აქ ხო იდეოლოგიის ცვლილებაზე არაა. მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხერხდება. არ ხერხდება, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით გამოცანაა ჩვენთვის როგორ დგება პოლიტიკური პარტიის სია. ვიკითხოთ როგორ დგება პოლიტიკური პარტიის სია, იმიტომ რომ არასოდეს ქალები არ არიან წინა რიგებში. ისინი არიან მერვე. ნუ არ ვიცი ეხლა თქვენ ხო
ბატონო შიდა პარტიული დემოკრატია არ არსებობს. ანუ ირჩევს სიას ადგენს რამდენიმე ადამიანი პარტიაში. ჩვენი ვარაუდით და ეს ადამიანები არიან კაცები. აჰა, გისმენ. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ ქალებმა ხმის უფლების და ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს შევიდა კონსტიტუციაში ცვლილება, რის შედეგადაც ქალბატონებს მიეცათ უფლება, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. სულ რამოდენიმე წელია საუდის არაბეთში მიიღეს ცვლილება კანონში და რამოდენიმე წელია რაც დაიწყეს ქალებმა საუდის არაბეთში ხმის მიცემა. მაგრამ მეთანხმები ქალბატონებს და მათ მოსაზრებას, რომ ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ეჭვიანობს და ვერ გუობს ქალებს პოლიტიკაში. მაგალითად, ერთ-ერთი მილიონერი შალვა ნათელაშვილი პრინციპულად თვლის, რომ კარგი, და ეხლა შალვაზე ლაპარაკი წლების განმავლობაში ერთად იყავით. თუ შეიძლება ლაპარაკი. არა, გასაგებია მილიონერი შალვა ნათელაშვილი ეხლა ანგარიშსწორებები. ნახეთ ისინი მათი დეკლარაციები, მისი დეკლარაციები და ნახოთ, რომ არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ზუსტად იმის გამო, რომ მან გუნდურ პრინციპს და გუნდთან ერთად ყოფნას არჩია ფული, აი ამის გამო არის ესეთი პრობლემები, რომ ბევრი ქალბატონი, რომელიც არის ნიჭიერი, იყო ნიჭიერი, არის ნიჭიერი, წავიდა ლეიბორისტული პარტიიდან. არ გვინდა ამ ლეიბორისტულ პარტიაზე ანგარიშსწორებად, ნუ გადავაქცეთ ეხლა ამ თემას ძალიან. პარტია რაშუაშია, შალვა ნათელაშვილზე ვამბობ. არიან ადამიანები, პოლიტიკოსები და ვეთანხმები მათ მოსაზრებას, მამაკაცების სქესზე მხედველობაში, რომ პოლიტიკაში ქალბატონებს ვერ გუობენ. არ უნდა. სხვადასხვა მიზეზებია, სხვადასხვა მიზნებია. ზოგს ფობიები აქვს, მე ხა არ ვიცი, ექიმი არა ვარ და არ შემიძლია თქვა რომელი პოლიტიკოს რა შიშები აქვს და რა ფობიები აქვს, მაგრამ ნამდვილად ესე არის და ეს შედეგებიც ნამდვილად აჩვენებს ამას და მე იცით ის მოსაზრება ვქო და ჩვენ ალბათ ჩვენი პარტია ალბათ შემოარო უნდა წავახალისოს. რისი ფობია აქვს ქალებთან? არ ვიცი, მე ხო ექიმი არა ვარ, მეთქი იურისტი ვარ და შემიძლია იურიდიული შეფასება მივცე, მაგრამ ამას იურიდიული შეფასება ვერ იმას იზავს, ვერ ამას ჭირდება სამედიცინო დასკვნები. დიდი ბოდიში, ანუ თქვენ ბრძანებთ, ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება თქვენ ბრძანებთ, რომ კაცები წვეტენ? მე ხო საქართველოში ძალიან ხშირ შემთხვევაში და ხშირ პარტიებში, ყველა შემთხვევაში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კაცების ფობიების გამო ხდება ის, რომ ქალბატონები იბლოკებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ყოტირება უნდა დაუწესო. ყოტირება უნდა დაუწესო. ერთი წუთი დავასრულებ, რა ძალიან აქ თხოვთ. ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი პარტია ვფიქრობთ, მემარცხენე ალიანსი ვფიქრობთ, რომ ქალებისათვის წახალისება საჭირო არის იმისათვის, რომ მოხდნენ ისინი მეტად დაინტერესდნენ პოლიტიკაში მოსვლით, მაგალითად, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის სხვა პრივილეგიების გადაცემის, მაგალითად, პენსიები არის ხო დაწესებული. ქალები არ ყავთ. რატო უნდა წავახალისოთ? ქალები თუ ქალებს პრობლემა არ აქვს, თქვენ ამბობთ, რომ კაცებს მაშინ კაცებს დავავალდებულოთ, რომ ქალები შემოიყვანონ სიაში. ხდება მაყურებელსაც გავაგებინოთ ჩვენ რას ვითხოვთ კონკრეტულად და რას ნიშნავს ეს, იმიტომ რომ გაუგებარიან, ანუ ფაქტიურად ბუნებრიობა არაბუნებრიობასთან დაკავშირებით, რაზეც ქონდა საუბარი. ხო ჩვენ ხედავთ და თქვენც ახსენეთ ისტორიული მოვლენები, რამდენი ქალები ყავდათ ასე შემდეგ და ჩვენ ხედავთ რომ ბუნებრივად ეს პროცესი უარესისკენ მიდის, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ყოველი არჩევნები უკუშედეგს გვაძლევს, ხო? შესაბამისად ჩვენ ვთვლით რომ ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ჩვენს 50% პროპორციულ სიაში. რაც ნიშნავს აგიხსნით ახლა ზუსტად რატომ? რაც ნიშნავს სულ 38 ქალს და თუ თქვენ მეტყვით ახლა რომ 38 ქალი არ არის საქართველოში ჭკვიანი და განათლებული, მაშინ როდესაც 55% სტუდენტი გოგონა ყავს და მათ შორის PhD ეგრეთ წოდებული პროფესორი მომავალი, ასე ვთქვათ, 55%, მაშინ პრობლემა მე ვფიქრობ თქვენშია, რომ თქვენ არ იზიდავთ ამ ქალებს, თქვენ არ შეგიძლიათ მოიზიდოთ ეს ქალები, არ გააჩნიათ პარტიებს ეს უნარი. ახლა რატომ ვთვლით რომ ეს მნიშვნელოვანია? ამის უამრავი კვლევა არსებობს და მე მგონი ჩვენ და თქვენ გვინდა ერთ რამე და უცილებლად სხვა კვლევაზე ვსაუბრობ ახლა ამ წუთში, ჩვენ ყველას გვინდა რომ ვიცხოვროთ ბედნიერ საქართველოში და იყოს კეთილდღეობა ქვეყანაში. არსებობს ესეთი კვლევა, მსოფლიო კვლევა, რომელიც აჩვენებს რომ 150 ქვეყანაში, მსოფლიო ქვეყანაში საქართველო არის 55 ადგილას. აი ამ ქვეყნებში, რომლებიც არის პირველ ათეულში და ესენი არიან ნორვეგია, დანია, ფინეთი, ბრაზილია და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებში ქალთა წარმომადგენლობა არის 30%-დან 40%-მდე მერყევს და თითქმის კი არა ყველა ამ ქვეყნებში არის მიღებული კვოტები. უმრავლესობაში არის შიდა პარტიული კვოტები, იმიტომ რომ პარტიები თავად მივიდნენ აქამდე ორ ქვეყანაში არის მიღებული როგორც საკანონმდებლო, სავალდებულო ის რასაც ჩვენ ვიხობთ და ისლანდიაში არის მაგალითად როგორც საკანონმდებლო, ისე პარტიული. ასევე ჩვენმა ქალებმა ძალიან კარგად თქვეს რა გააკეთეს ქალებმა, თუნდაც დღევანდელ საქართველოში და ამის ნათელი მაგალითი არის საბავშვო ბაღების რეფორმა თინა ხიდაშელის,
რომელზედაც ზუსტად ჩვენი ქალები, როდესაც მოვლენ პოლიტიკაში, დააშენებენ აი იმ დაწყებულ საქმეს და რაც გააკეთეს ამ კი ბატონო, აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ქალბატონმა თია წულუგანმა დაიწყო ხელმოწერა და ეს არის უმძიმესი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობა და სწორედ ეს კონვენცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვახდინოთ კანონმდებლობის დახვეწა იმისთვის, რომ ჩვენი გოგონები არ იყვნენ, ქალები არ იყვნენ მოკლული, რაც საშინელი სტატისტიკა გვაქვს და ყოველდღიურად ორგანიზაციაში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი მოდის ფემიციდის საშიშროებას. აქედან 2011 წელს ძალადობის მსხვერპლი იყო 24 ქალი. აქედან 3 მოკლა მეუღლემ, 2 შვილმა, 1 ძმამ. 2012 წელს დაფიქსირებულია ქალთა მიმართ ძალადობის 6 ფაქტი, 5 შემთხვევაში ცოლი მოკლა ქმარმა. 2013 წელს მოკლულია 21 ქალი. ყველაზე საგანგაშო იყო ამ მხრივ 2014 წელი. 11 თვის მონაცემებით საქართველოში 22 ქალი მოკლეს. მოკლუებს შორის იყვნენ ფეხმძიმე ქალებიც. ეს არის ჩვენი საგანგაშო სტატისტიკა. ბრძანეთ რაღაცის თქმა გინდა და ისევ გადმოვინაცვლებ აქეთ. გისმენთ? მოგესალმებით, გავაგრძელებ თემას, დღეს არსებულ თემას ქალებთან დამოკიდებულებაში. ძირითადად ჩემი აზრით ქალები პოლიტიკაში მიტომ არ არიან, რომ არ არის სამოქალაქო ჩართულობა ქალების მხრივ. ანუ მე ვგულისხმობ, არ არის ამ კუთხით თვით არასამთავრობო სექტორში და სამოქალაქო სექტორში განვითარებული მუშაობა ამ კუთხით უფრო მეტი აქტიურობა, რა თქმა უნდა, მივესალმები ყველა მათთაგანს, მივესალმები აბსოლუტურად და მხარს უჭერ, მიღეთ ჩემი კომპლიმენტი თქვენ საქმიანობაში და უფრო მეტი ჩართულობა საჭირო და კიდევ გამოვეხმაურები ბატონ გახას აბსოლუტურად მე უარყოფი იმ თემას, რომ ბატონი შალვა არის მილიონერი, მე რაღაცა არ გონია გევანდელ გადაცემაში არ მინდა პოლიტიკური ანგარიშის წორებები და ურთიერთკავშირები. გავალდა საბანკო ანგარიშებს აჩვენებენ. პოლიტიკოსები არ წყვეტენ ამას. ეს ყველაფერი არის თვითონ ქალთა საზოგადოების კარგი, გასაგებია. ბრძანეთ, ბატონო, შეიძლება ზუსტად ნახევარი წუთი დამჭირდება ძალადობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად კარგად მესმის. კი, მოგცემ თანი სიტყვა. გამოვეხმაუროთ, თითქოს ეს კვოტა, ეს არის რაღაცა საბჭოთა გადმონაშთი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საფრანგეთის კონსტიტუცია, ესპანეთის, პორტუგალის, ბელგიის კანონების საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც გენდერულ კვოტას აღიარებს, ეს საბჭოთა გადმონაშთია და ევროპის 200 პარტია სადაც გენდერული კვოტირება არის, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. ეხლა იმ გამოდით დაუბრუნდეთ, რატომ ეშინიათ კვოტის პოლიტიკურ პარტიებს. იმ შემთხვევაში თუ ეს იგივე საფრანგეთის კონსტიტუცია აღხსენეს, სადაც კვოტა მუნიციპალურ რჩევლებზე არის ხო დანერგილი, ორჯერ საფრანგეთის იუსტიციის საბჭომ, რომელმაც მწვანე შუქი უნდა აუნთოს ნებისმიერ ცვლილებას, თქვა რომ იცით, არჩევნები ეს არის დემოკრატიული პროცესი, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და აირჩევენ იმას, ვისაც სურთ და კვოტა ეს არის უხეში ჩარევა. მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე იქ ვითარება შეიცვალა და საზოგადოებამ მიხვდა, რომ de facto და de jure უფლებები ეს არის განსხვავებული და სხვადასხვა ასეთი შესაძლებლობების დროს აუცილებელი არის რაღაც მაკომპენსირებელი მექანიზმი შექმნა, რომელიც სოციალურ კონსენსუსს შექმნის საზოგადოებაში. რატომ ეშინიათ პოლიტიკურ პარტიებს ნებისმიერ ქვეყანაში კვოტას ჰქონდა საკმაოდ რატომ რაში არის პრობლემა? აი ეს არის დღევანდელ ვითარებაში ვთქვათ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, შემუშავებული, შეიძლება პრობლემებს ქმნიდეს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებში, იმიტომ რომ გენდერული კვოტირება იქნება 50% თუ სხვა ტიპის პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მთლიანად რესტრუქტურიზაციას გაუკეთებს პოლიტიკური პარტიებში სიების ფორმირების ბუნდოვან და შედეგად არადემოკრატიულ წესებს. საკუთარი წამყვანი პოზიციების დათმობი და სიების ფორმირების პროცესის გადემოკრატიულება. კარგით, ეხლავე თეონას ვადევ სიტყვას, მანამდე იმზარკვისიანს მინდა მილსე პასუხისთვის რა სიტყვით. კაცებს ეშინიათ საკუთარი წამყვანი პოზიციების დაკარგვისა და ამის გამო ხდება ქალების ჩაჩოჩება, ასე ვთქვათ, ხო? არ ვფიქრობ მაგას მასე. მე დავაფიქსირეთ ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა არსებობს კიდე სახელმწიფოში არსებობს ასეთი სამსახური კონტრდაზვერვა. აი რას ფიქრობს კონტრდაზვერვა მაგასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთიდან არის თავს მოხვეული კვოტა, რომელიც მაინდამაინც უნდა იყოს 38 ქალი. რატო?
რატო არა 50, რატო არა 60? 70 რატო არა? აი ამიტომ ერთი წუთით უკაცრავად ხალბატონო, უკაცრავად გისმენდით, გისმენდით. უკაცრავად. კვოტა რატომ არის საერთოდ კვოტა? ეს არის იძულებითი წესია კვოტა, ხო? ვისი მხრიდან იძულება? ვისი მხრიდან ვინც წამოწია ეს საკითხი? კიდევ ერთხელ გეუბნები. რატომ რას გაიძულებენ? ქალები იყვნენ. როდესაც კვოტა არის, ეს არის იძულებითი. დროებითი სპეციალური ღონისძიება, დროებითი შესაბამისი შედეგის მიღებამდე. შესაბამისი შედეგი არის ორფრთიანი ფრინველი, რომელსაც შეუძლია თანაბრად სივრცეში განავითაროს თავისი ქვეყანა და არა ftამუტეხილი, როდესაც ქალები არიან წამოდგენილი. მაგრამ ენზარკუციანს გონია, რომ ეს არის ხელოვნური და თავსმოხვეულიო და რატომ? აი ვის ინტერესია რომ იყოს 35 კალე? რას აკეთებდა იქ პრინციპის გატარება ცხოვრებაში როგორ შეიძლება იყოს თავსმოხვეული და არ იყოს ქართული მოусმინოთ გვიპასუხოს და წავიკითხოთ ნიკოლაძე წავიკითხოთ ჭავჭავაძე და ვნახავთ რომ ეს თანასწორობა არის ქართული იდეოლოგიის ნაწილი და არ არის ეს შემოტანი გეტყვით ახლა მე თქვენ ჩემს ოჯახში 4 და მყავს ხო და ძლები მყავს კიდე ხო სულ ყველა შემოვიყვანდი პარლამენტში არ მაქვს არანაირი პრობლემა ვინ თქვა რომ წინააღმდეგი ვართ მამაკაცები ქალების პარლამენტში შემოსვლაზეო თავარი აგვირჩიონ და არჩევითაა ხო ეს ყველაფერი რატომ გაქვთ ჩვენ მაგალითად აი ერთი წუთი ჩაიწერა ქალი როგორ ავირჩიო თუ არ დადგა ქალის კანდიდატურა აი რანაირად აირჩიეს ამომრჩეველმა საქართველოში 70% მოსახლეობის მხარს უჭერს კვოტირებას და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გადას მაგრამ პარტიებს ეს არ აინტერესებთ რატომ არ აინტერესებთ საზოგადოებრივი აზრი და აინტერესებთ საკუთარი ადგილების შენარჩუნება პარტიაში აი ეს არის ჭეშმარიტება დაასრულეთ იგი ეხავე თეონასვაც თქვი და გადმოვდივარ სწორედ კვლევების პატრიოტთა ალიანსში 9 კაციანი არის საბჭო ხო პოლიტიკური პოლიცაბჭო აქედან არის 4 ქალი რა არ გვაინტერესებს ანუ თქვენს თავს მოგახვიეთ ძალი რატო ვინ მოგახვია არა თქვენ თქვით რომ თავს მოხვეულიაო ეს ეხლა რომ ვეთქვით თქვენ რომ 4 კი არა 3 უნდა იყოსო თავს მოხვეული არ იქნება ვინ გახვევთ ხო თავს აი ვიცი და ხეს იმას რომ მაინდამაც 38 ქალი უნდა იყოსო ეს რა თავს მოხდა 38 ეს 38 50%-ია საუბარი პროპორციული სიის 50% პროპორციული სია იქნებ 60 ქალი გამოინახა ისეთი რომელიც რომ უკეთესები არიან გამოიყვანეთ მაშინ რა იქნება რომ მინიმუმ უნდა იყოს 50%. მოდით მე NDI-ის ბატონო 70-90%-ზე ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ვართ წინააღმდეგი დისბალანსის. ჩვენ არ ვითხოვთ რომ ქალები იყვნენ 60% ანუ უნდა იყოს ბალანსი 50-50 არის იდეალური ვარიანტი, როცა საუბარია ნამდვილ 40-20. და რატომ მე წინააღმდეგება და უშუალოდ ხელისუფლება რატომ გახდა ეს პრობლემა ამ საკითხის გატანა ანი გვეტყვის ამას მაგრამ NDI-ის კვლევებზე მინდა თეონამ თქვას თავისი პასუხი ჩაატარეს კვლევა და რა აღმოჩნდა როგორი არის მოსახლეობის ჩვენ ჩავატარეთ ჩარშან კვლევა, გენდერული კვლევა, საკმაოდ დიდი 4000-მდე რესპონდენტს მოიცავდა ეს კვლევა. ამ კვლევის მიხედვით რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება მინდა გაგიზიარო. ჯერ ერთი ის რომ გამოკითხულთა 68% ამ ქვეყანაში მიიჩნევს ახალგაზრდები, ამ შემთხვევაში მიიჩნევს რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა არ არის, რაც ძალიან ისეთი პოზიტიური მაჩვენებელია, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამდენი ახალგაზრდა მიიჩნევს რომ ქვეყანაში არ არის გენდერული თანასწორობა. შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნება არის ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ 17 ქალზე პარლამენტში. გამოკითხულთა 55% ამბობს რომ 17 ქალი პარლამენტში არის ძალიან ცოტა. და აქვეა ისინი აღნიშნავენ ეს რაღაცას რომ მინიმუმი წარმომადგენლობა ქალების რომელიც უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყოს მინიმუმ 30%. ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა ამ თემასთან დაკავშირებით. წეგან ბაიამ აღნიშნა 70% რომელიც გენდერული კვოტის მომხრეა. დიახ ეს ციფრი ზუსტად რო ვთქვათ არის 68%, ანუ დაახლოებით 70% რომელიც ამბობს რომ არის გენდერული კვოტის მომხრე და ასევე მინდა გითხრათ რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარზე მეტი 52%-ზე საუბარი მიიჩნევს რომ ქალების რაოდენობის გაზრდით პოლიტიკაში პოლიტიკა პოზიტიურ უკეთესობისკენ შეიძლება. რას ნიშნავს უკეთესობისკენ შეცვლა? მოდით ნინო ლომჯარიასთან გადავალ ამ კითხვით. რას ნიშნავს უკეთესობისკენ შეცვლა? რას შეცვლის ქალი? აი მაგალითად ეხლა ვიღებ და ნინო თქვენი პასუხი მაინტერესებს. მოხდა სტიქია, რაც მოხდა ჩვენს ქალაქში.
და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არც ერთი გუბერნატორი, არც ერთი მერი დაუშვათ არ არის ქალი. რა შეცვლიდა ამ შემთხვევაში, რომ აი იმ იგივე მერიის სამსახურების წამყვანი პოზიციები დაკავებული ქონდათ ქალებს. აი ეს მაინტერესებს, ალბათ ძალიან ბევრ მაყურებელს. კი, ვიტყვი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე ქალთა როლი, როდესაც არსებობს სწორედ სტიქიური უბედურებები, როდესაც არსებობს ომის შემდგომი ან ომის პერიოდები, იმიტომ რომ იგივე აი ესეთ ვითარებაში გაზარალებულ ქალებს, განსაკუთრებით და ბავშვებს აქვთ სპეციფიური საჭიროებები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ძალიან ნაკლებად აქვს საქართველოში მამაკაცებს. ამიტომ სწორედ ასეთ დაზარალებულ მოსახლეობის საჭიროებებზე ის რაღაც თქვათ სპეციფიურ რაღაცა მოთხოვნილებებს, რაც ქალებს და ბავშვებს და თუნდაც ზოგადად ადამიანებს გააჩნიათ ესეთ განსაკუთრებულ ვითარებაზე, მეტი ინფორმაცია, მეტი ცოდნა და მეტი მგრძნობელობა აქვს სწორედ ქალებს. ანუ ქალი უფრო სენსიტიურია მსგავს თემებთან, მან იცის რა სჭირდება ქალს, ბავშვს, როდესაც ისინი ქუჩაში არიან, რა არის პირველადი დახმარების საჭიროება მათთვის, რაზე უნდა ისურვონ, რა უნდა მიაწოდონ და ასე შემდეგ. ანუ ესეთ ვითარებაში ქალი არის უფრო მეტად ინფორმირებული, რა საჭიროებების თქვათ მიწოდება სჭირდება მას. თუ შეიძლება დაუბრუნდები რა რისი ეშინიათ პოლიტიკურ პარტიებს. მე ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება წინააღმდეგია ამ კვოტირების, მაგრამ ზოგადად წინააღმდეგი არის ის 90% მამაკაცების, ვინც არიან პარლამენტში. ანუ ჩვენ ვესაუბრებით პარლამენტის 90% მამაკაცს და ვარწმუნებთ იმაში, რომ რამდენად კარგია, რომ მათ უარი თქვან თავიანთ ძალაუფლებაზე და ეს ძალაუფლება დაუქვან უფრო პროგრესულ, ესე ვთქვათ, ახალ სახეებს, განათლებულ პროფესიონალ ქალებს. ძალიან რთულია, ხო? აი ძალიან წამგებიან ბრძოლაში 90%-ს ვარწმუნებ, რატო უნდა დაკარგონ მათ ძალაუფლება. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგები არიან პარტიები, იმიტომ რომ მათ სწორად აღნიშნეთ, მათ მოუწევთ გადახალისება თავიანთი შემადგენლობით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 50% კვოტა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის მოთხოვნა მხოლოდ პროპორციული სიის მიმართ. რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ იმას, რომ მთელი პარლამენტის 25% იქნება ქალი. ანუ ჩვენ არ ვითხოვთ პარლამენტში 50%-ის წარმომადგენლობა, 25%-ზე არის საუბარი, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგია, რა თქმა უნდა, პარლამენტის 90%. მესმის თქვენი განმარტებები, ეხლავე ერთი წუთით ანის მინდა სიტყვა მივცე და მანაკობახიძე ჩაგორთება, მაგრამ მე მაქვს კიდე რაღაცა ის სხვა კითხვები. ქალებთან მიმართებაში მიდის ძალიან სერიოზული გაცხრილვა. მაგალითად, თუ შეგიძლიათ ანი მითხრათ, რომ ორჯერ ან სამჯერ გათხოვილი ქალი არის სადმე წარმოდგენილი რეგიონში რომელიმე თანამდებობაზე. თუ შეგიძლიათ მითხრათ, რომ კაცებს ჩაცმულობაზე ისეთ თხოვენ პასუხს, როგორც თხოვენ ქალბატონებს და ასე შემდეგ. ამას გეკითხებით თქვენ, როგორც ქალს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე ხდება რა საქართველოში, ქალი არის დიდი დაკვირვების ქვეშ, როგორი კაბააცია, რა სიგრძის კაბააცია, როგორ გამოიყურება. არ შეიძლება იყოს ორჯერ ან სამჯერ გათხოვილი, იმიტომ რომ შეიძლება იქ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს და ასე შემდეგ. რატომ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის დისკრიმინაცია სწორედ ქალების? როცა პოლიტიკურ გათვლებზე არის ლაპარაკი და აი უნდა გამოვიდეს ლიდერი და ეს გასათხოვარია, კარგი გოგოა, ჯერ გათხოვილი არ ყოფილა, გამოდი, ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა, მაგალითად თქვენს კოლეგა ჩაფიძეზე, ეხა ის გამახსენდა. არაფერს ვერ ჩი ამ შემთხვევაში ელისას. უბრალოდ, ანუ ხაზგასმა ხდება, რომ აი ეს არის გასათხოვარი, ნახეთ რა კარგი გოგოა, საპატარძლო გოგოა, დამისახელეთ ორჯერ ან სამჯერ გათხოვილი ქალი, რომელიც შეიძლება არის წამყვან პოზიციაზე. არ მიფიქრია მარტო. უნდა იფიქრო, თამაშია. ამ მიმართულებით არასოდეს მიფიქრია ორჯერ ან სამჯერ გათხოვილი მოხდა თუ არ მოხდა სადმე. ეხა შეიძლება ეს ცოტა გავაყვიკლე ამბავი, მაგრამ მართლა არ მიფიქრე ამაზე, ეხა აუცილებლად ვიფიქრებ და მოვიკითხავ თუ არის ასეთი ქალები და მე პირადად, აი არ ჩემი ჩაცმის სტილიდან გამომდინარე არასოდეს პრობლემები არ მქონია და არ ყოფილა არასოდეს განსჯის საგანი რომ თქვათ ასე თუ ჩავიცავ, კარგი ვიქნები, ან თუ ისე ჩავიცავ, არ ვიქნები. არა, მე სხვა ბატონო პრობლემა. თქვენ კოლეგებს ქონიათ ძალიან ბევრი პრობლემა. ჩვენ გვინახავს მათი საჯარო გაკითხვა. დაწყებული თავდაცვის ministrიდან, ხო ხან კოსტუმს უწუნებენ, ხან ფეხსაცმელს უწუნებენ, ხან ყველა შაბი ამისფერი რატო გაცვიათო და ასე შემდეგ უამრავი შემთხვევა იყო ხა. კაცის შემთხვევა არ გახსენდება. მაგრამ ამას მამაკაცები აკეთებენ, მარტო ამას აკეთებენ მამაკაცები. ამას აკეთებს საზოგადოება. საზოგადოება. მე ამიტომ ვამბობ, რომ მე არ მქონია ესეთი პირდაპირ, ალბათ მეც დავფიქრდებოდი, მაგრამ ნამდვილად არ მქონია. და დარწმუნებული ვარ, თუ გამკითხავს, ალბათ ქალბატონის გამკითხავს და მამაკაცის გამკითხავს. თუ არ იქნება შედარებით ქალი არის ამ ქვეყანაში რაღაც
განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტი და სოსო შატბერაშვილს ეხა რაცია არავინ არ უყურებს მაგრამ აი რას ჩაისმევს რუსუდან კერვალიშვილი ეს უკვე დაკვირვების საგანია ეს რაღაცნაირი დისკრიმინაციული მოაგვიკრძალავთ რომ ლამას ქალს გავაყოლოთ თვალი როგორი ვარცხილობა აქვს როგორი ყავა მოაგვიკრძალავთ ამას რა თქვი და ანი განაგზობს საუბარს პარტიულ თემაზე დიახ ისე დეტალებში შევდივართ რომელიც თითქოს შეიძლება საინტერესო არ იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე რომ პოლიტიკური პარტიები თხოვენ აბსოლუტურ სრულყოფილებას ქალს და ნაკლებს თხოვენ მამაკაცს ანუ დასკვნა ეს არის მე მინდა საფრანგეთი ვახსენეთ ბევრის მხრივ მაგალითია იმიტომ რომ ძალიან ესეთი კვოტირების სისტემაა, სადაც მაღალ დონეზე ბევრ საწარმოშიც კი არის 50%-იანი სავალდებულო წარმომადგენლობა ქალების, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში შემოვიდა კვოტირების სისტემა, გაცილებით აიმაღლა პოლიტიკური პარტიების კვალიფიკაციამ. იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს კვალიფიციური, ახალგაზრდა, რაღაცა განსაკუთრებული განათლება მიღებული ქალების მოძიება და ეს ქალები საზოგადოებაში არსებობენ 53%. ქალები სად არიან? არ არიან პარტიებში, მაგრამ მოძებნონ პარტიებმა. დაახილონ ფარდ თვალები. 50% არის ქალი. აქ ლაპარაკი იყო იმაზე, ბატონი სოსო ამბობდა, რომ აი ბუნებრივათო, ვინ უშლისო ხელსო. ბატონო სოსო, ჩვენ გელაპარაკებით კვლევებით საქართველოს მაგალითზე 50 წელიწადი სჭირდება იმას, რომ ჩვენი სავალალო 11% გაუთანაბრდეს 25%-იან მსოფლიო მაჩვენებელს პარლამენტების და 50 წელი ვიცადოთ, როდის მივახწევთ ამ შედეგს. მადლობა. არახეთ, რამდენ ქალს უნდა მოსვლა პოლიტიკაში. აი აქ სულ ქალბატონებიდან აწიონ ხელი რამდენს უნდა პოლიტიკაში მოსვლა. იცით რაშია საქმე? არასამთავრობო ძალიან არასწორია, როდესაც პირადი მაგალითებით იწყება ლაპარაკი. შეიძლება აწიოთო ხელიო და აი აწიეს. აი რამდენს უნდა? სულ 3-4 აწია ხელი. არა 3-4 არა ძალიან ბევრმა აწია. საქმე იმაშია რომ შეიძლება მე პირადად არანაირი დაბრკოლება დეპატიჟები ჩვენ პარტიაში სულ არ შემქმნია, მაგრამ არ შეიძლება ჩემი კონკრეტული და ჩემი წრის მაგალითებით ვიმსჯელო. არსებობს ძალიან ბევრი ქალი, რომელიც აი ბარიერებს ვერ ლახავს, რომელზეც ჩვენ ახლა ლაპარაკობთ. მადლობა, ანისთან კითხვა და მანა კობახიძე ჩავთავ ეთერში. ანი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ხელისუფლება, საპარლამენტო კოალიცია ქართული ოცნება აცხადებს თანხმობას და უფრო სწორედ ამბობს, რომ საწინააღმდეგო თითქოს არაფერი არ აქვს, თემა ვერ გადის, ხო, ფაქტია ჯერჯერობით, რატომ? არა, ესე ვერ გადის, არა, მე რამდენადაც მახსოვს ეს ინიციატივა შემოვიდა ერთი თვე არ არის. ერთი თვე არ არის, რაც მე გავიგე რომ შემოსულია ინიციატივა, აქვე მინდა ვთქვა რომ მართლა არ არის ახლა ესეთი დამოკიდებულება რომ არ გვინდა ეს ბევრი ქალი პოლიტიკაში და პარლამენტში მართლა არ არის ახლა ვის როგორი პარტიული შეხედულება აქვს ეს ცალკე სალაპარაკო თემა არის, მაგრამ ზოგადად კოალიციაში ეს განწყობა ნამდვილად არ არის რომ მაინც 17 ქალი უნდა იყოს და არა ვთქვა 23, 30 და ასე შემდეგ. რაც შეეხება პროცედურებს, რომელიც ამ თქვენს ინიციატივას ახლავს, ეს ჩვეულებრივ ყველა კანონთან დაკავშირებით, ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი პროცედურები. ეს არ არის ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესი. თან თქვენ იცით რომ ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო სესია, ახლა ვმუშაობთ რიგგარეშე ფორმატში. რიგგარეშე ფორმატში კიდე იმდენი საკითხი არის დასრულებული. ანუ არ გამორიცხავთ რომ კვოტირების თემა გავიდეს? მე არა, მე დარწმუნებული რომ კვოტირების თემა გამოვა განსახილველად აუცილებლად. და როგორი იქნება თქვენი კოალიციის პოზიცია? მე არ ვიცი როგორი იქნება კოალიციის პოზიცია. მე თქვენი პირადად? მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი პოზიცია. ის როგორც იყო წარმოდგენილი. გეტყვით, როგორც იყო წარმოდგენილი, მე რაც ვნახე და მე მითხეს რომ შეიცვალა და მე შეცვლილი არ მინახავს, იყო ესე რომ პირველი მეორე, ანუ განსხვავებული სქესი. პირველი მეორე. ესეთი პირველი მეორე მე არ ვფიქრობ რომ სწორია. რატომ? ერთი წუთით. არა, იმიტომ რომ არ არის ესე ვერ განუსაზღვრავ პარტიებს, რომ პირველი აუცილებლად მამაკაცი იყოს, მეორე ქალი, მესამე მამაკაცი, მეოთხე ქალი. ვერ განუსაზღვრავ ამას, იმიტომ რომ შესაძლოა ამდენი რესურსიც არ იყოს ქალბატონის იმ კონკრეტულ პარტიაში. მე გეუბნებით, რომ ჩემს პარტიაში ამის რესურსი არის. ჩვენ ესეთი კვოტირების გარეშეც ამას გავაკეთებთ. ასე რომ თუ თქვენ შიში გაქვთ იმის, რომ ეროვნულ ფორუმში ეს არ იქნება, ეს იქნება, მე გეუბნებით ამას. მაგრამ ის რომ კვოტირება რაღაცა შეცვლის, მე ზუსტად ვიცი, რომ შესაძლოა პარტიები მართლა დადგნენ იმის წინაშე, რომ ამ რაოდენობის ქალი უბრალოდ არ ყავდეს, რომ ჩასვან სიაში. 38 ქალი არ არსებობს საქართველოში, აი ამას. არა, მე გეუბნებით კონკრეტულ პარტიებს. ბაია, მაგალითად გეუბნებით კონკრეტულ პარტიას შეიძლება არ ყავდეს იმდენი ქალი, რომ პირველი, მეორე, ესეთი ჩასვან სიაში ქალები. საქმე იმაშია, რომ თქვენ ალბათ იცით
ნამდვილად ეყოლება. ვიცით რომ ერთი პარტია ვერ აიღებს ყველას, ხო 150 ვეხმა. შესაბამისად, გამსვლელ პოზიციებზე ყველა პარტიას ეყოლება ნამდვილად იმდენი ქალი, რომ ყოველი მეორე ჩასვას და აქვე დავამატებ ჩვენ მაჟორიტარულ სისტემას არ ვეხებით და ჩასვანი კაცები თუ ძალიან უნდათ, მაგრამ ჩვენ ხარს უჭერთ სისტემის ცვლილებას. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ხარს უჭერთ სისტემის ცვლილებას და მიგვაჩნია რომ საერთოდ უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და მაშინ აღარ მოვითხოვთ 50%. მანანა კობახიძეს დავპირდაპირ ეთერში სისტემაზე. თუგა რაიმედი მანანა კობახიძესთან, რომელიც არის უშუალოდ ჩართული ამ თემაში, თქვენი შეკითხვით გადავიდოდი. ქალბატონო რუსუდან. ცნობილია თუ არა ქალბატონი მანანასთვის რომ 1,120,000-მა ქალმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა. არ მონაწილეობდა არჩევნებში. ეს არის ამომრჩეველი საქართველოს ამომრჩევლების 1/3. რატომ ვერ მიიღო? ანუ ქალების 40%-მა 60% მოვიდა და 60 არის. 60% ქალებისა არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ეს ეონა, თქვენ ხომ არ გაქვთ პასუხი კვლევების მიხედვით? კარგით, მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გვერდება პირდაპირ ეთერში. შეკითხვა დასმულია უკვე საღამომშვიდობისა ქალბატონო მანანა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დიდ დროს არ დაგართმევთ, გვაინტერესებს როგორი არის თქვენი პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში. პირველ რიგში მოგესალმებით, ინგა, მივესალმები ყველას, თქვენ სტუდიის სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია გაქვს და მინდა ვთქვა, რომ მადლობა ამისთვის, ასე ფართოდ ამ თემის გაშუქებისთვის და ალბათ ერთი გადაცემა ამას ნამდვილად არ ეყოფა. ძალიან სერიოზული თემებია და არ შეიძლება მხოლოდ კვოტირებაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის დღევანდელი პოლიტიკა ასე ნაკლებად წარმოდგენილი ქალებით და რაშია პრობლემა. საზოგადოებას აქვს პრობლემა, თვითონ ქალებს აქვს ბარიერები, აქ იყო საუბარი თქვენი სტუმრების მხრიდან ამაზე. როგორია დამოკიდებულება, სტერეოტიპები, სტიგმები, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ეს არის თემები, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები და სხვათა შორის ის ადამიანები, რომლებიც ახლა სტუდიაში არიან და მე მინდა მივესალმო განსაკუთრებით იმ ჯგუფს, ქალთა ორგანიზაციების, რომლებიც ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ამ თემებზე. აქვს ძალიან საინტერესო კვლევები, ძალიან სერიოზული დისკუსიები აქვს მათ ცალკეულ პარტიებთან და მათ შორის კოალიციაში შემავალ პარტიებთან და არაერთი კონფერენცია, არაერთი მგვალი მაგი და არაერთი ფორუმი მიეძღვნა ამ თემას და მე მინდა მადლობა უთხრა ყველა ადამიანს და სხვათა შორის იმათაც, ვინც არის მოწინააღმდეგე ამ კვოტების. ქალბატონო მანანა, თქვენი პირადი პოზიცია და კოალიციისა როგორია? კვოტირების თემა. გეტყვით, ინგა, ამაზე საჭიროა კონსენსუსი, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ანი ბრძანდება მან ჩემი კოლეგა ფორუმიდან, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ პარტიაში დავიცავთ ამ კვოტასო, ის ამბობს და ყველანი თანხმდებით იმაზე, მოწინააღმდეგეების და მომხრეების, რომ აუცილებელია გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში და არ არის სწორი, არ არის ადეკვატური, როდესაც მოსახლეობის ნახევარი და ცოტა ნახევარზე მეტიც ქალებს გულისხმობ ჩვენი მოსახლეობის ნაწილს არ არის ადეკვატურად წარმოდგენილი და ნამდვილად ძალიან დაბალია 11% და ევროპულ ქვეყნებში ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ არის. ეს ნამდვილად უნდა გამოსწორდეს, ეს არ არის ბუნებრივი, იმიტომ რომ მოსახლეობის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახევარი არ არის სათანადო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს უნდა დაიძლიოს. ეხლა ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტები და შეიძლება ეს იყოს პარტიის მხრიდან აღებული ვალდებულებები, ანუ პარტიებმა განაცხადონ, რომ ისინი ამ კვოტებს დაიცავენ და მათ წესდებებში გაიწეროს გარკვეული ასე ვთქვათ ვალდებულებები, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც უფრო რადიკალური ზომები იქნა გამოყენებული, როგორიც არის საკანონმდებლო, სავალდებულო კვოტირება, რომელმაც მიიყვანა ეს ქვეყნები ამ ბალანსის დაცვამდე და ეს არის დროებითი ზომა. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს არის მარადიული, მუდმივი და ასეთი ვალდებულებები პარტიებზე ეკიდება მუდმივად. კონკრეტულად რომ მიპასუხოთ, თქვენ პირადად. ქალბატონო ინგა, მე მაქვს ისეთი პოზიცია პარლამენტში, როდესაც მე ხელმძღვანელობ გენდერული თანასწორობის საბჭოს, ბუნებრივია მე ამ ინიციატივას მხარი უნდა დავუჭირო. მე ნამდვილად სხვა პოზიციაზე ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი ვალდებულებები პარლამენტში არის სწორედ ამდაგვარი, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყო სწორედ გენდერული ბალანსის დამკვიდრებას ქვეყანაში და ბუნებრივია ეს უნდა დავიწყოთ პარლამენტიდან. ძალიან დიდი კრიტიკა მოდის სწორედ ჩვენი პარტნიორებისგან, ევროპული ქვეყნებისგან, ჩვენ ასოცირების დღის წესრიგითაც
ეს ვალდებულება გვაქვს გაწერილი, იმიტომ რომ არ არის ნორმალური, არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ 17 ქალია დღეს პარლამენტში წარმოდგენილი და უფრო უარესი ყავს საკრებულოები, გვაქვს საკრებულოები, სადაც საერთოდ ქალები არ არიან წარმოდგენილი. კი, მე ჩამოვთვალეთ ეგან თელავი ფოთი წალკა ასპინძა, ესა ის საკრებულოები, სადაც არ არიან. ეს ძალიან ცუდია და უფრო მეტით გვაქვს ფრაქციები, მაგალითად ქართული ოცნების ფრაქცია ვანში, რომელსაც მე მქონდა საშუალება და შევხვდი რამოდენიმე ხნის წინ, ფრაქციაში არ არის არც ერთი ქალი. პარლამენტში წავს ფრაქციები, სადაც არც ერთი ქალბატონი არ არის. ეს არ არის სწორი, არ არის ნორმალური. ვერ ეგუებიან თქვენი კაცები ქალებს თუ რა ხდება, რატომ? არა, ინგა, ასე არ არის. იცით რა, ეს ამას ჭირდება ძალიან დიდი მუშაობა. და მუშაობა უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ქალებს კონდეთ სურვილი, რომ იმ სფეროში, რომელიც არის ძალიან დიდი კონკურენციის, ასე ვთქვათ, მატარებელი, არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები. ქალი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ დიახ, თქვენ ძალიან სწორად დასვით აქცენტები. როცა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ მას თავიდან ბოლომდე, დაწყებული მისი ჩაცმულობით, დაწყებული მისი პირადი ცხოვრებით, უამრავი თემით, რომლის, ასე ვთქვათ, ატანა, გადატანა არც ისე მარტივია. როდესაც შენ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეიძლება შეურაცხყოფებიც მოგაყენონ და თქვენ სიუჟეტშიც იყო, ხო? ერთ-ერთი მამაკაცი ქართველი, რომელიც ძალიან დადებს თავს ალბათ ვაჟკაცობაზე, ქალების პატივისცემაზე, პირდაპირ აგინებდა, ხო? პოლიტიკოსებს კი არა, მე მგონი ყველა ქალს. არის, ეს არის ის, ასე ვთქვათ, ის პრობლემა, რაც არის საზოგადოების წრეებში და ამ უხეშ გარემოში, ამ წინააღმდეგობებით სავსე გარემოში და გავიხსენოთ როგორი იყო 2012 წლის არჩევნები, ინგა, როდესაც ქვების სროლები, ფიზიკური ძალადობა, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, თავდასხმები, წინააღმდეგობები უნდა გადაეტანათ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, მოსულ ადამიანებს და მათ შორის ქალებისთვის. ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ თუ გარემო არ გავაჯანსაღეთ ზოგადად, პოლიტიკური ცხოვრება არ გავაჯანსაღეთ, არ მივეჩვიეთ იმ ელემენტარული ეთიკის დაცვას, ქალია თუ კაცია, ჩვენ პატივი უნდა ვწეთ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს. მადლობა. მეტი კულტურა უნდა დავამკვიდროთ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმისთვის, რომ ქალებსაც ჰქონდეთ სურვილი, რომ აი ამ ურთულეს სფეროში მათ რეალიზება მოახდინონ თავისი შესაძლებლობების და კაცებსაც არ ეშინოდეთ იმისა, რომ მათ შემოიყვანონ, ასე ვთქვათ, კონკურენციაში ქალები და უფრო მეტად გააჯანსაღონ პოლიტიკა. დიდი მადლობა. ავიღოთ შვედეთის მაგალითი, უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, ვიცი რომ ცოტა დრო. დიახ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს თეატროლოგიანი გვერდება ეთერში. შვედეთში არ არის კვოტირება სავალდებულო, მაგრამ 40%-ზე მეტი, ლამის 50%-მდე იქ ქალები არიან წარმოდგენილი დიახ პარტიების ინიციატივებით. და ნახეთ, როგორი განვითარებული ქვეყანა. ქვეყანა მდგრად განვითარებას აღწევს მხოლოდ მაშინ, როცა მისი მოქალაქეები არიან თანასწორად და თანაბრად წარმოდგენილი გეთანხმებით, როცა 53% მოსახლეობის არის ქალი, ეს პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ ხო, არჩევნების შედეგიც უნდა იყოს, ხო, ბუნებრივია, თანაბრად არჩევნების შედეგითაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში განსაკუთრებით წარმოდგენილი. ანუ მანანა კობახიძე აცხადებს, რომ იგი პირადად მხარს დაუჭერს, ანი მიროტაძე ამბობს, რომ მას არ მიაჩნია ეს მხარდაჭერა სავალდებულოდ. დიდი მადლობა, ქალბატონო მანა კობახიძეს დავემშვიდობებით. მოვასწრებთ ახლა უკვე ალბათ თეა წულუკიანის პირდაპირ ეთერში შემოსვლას. საღამომშვიდობისა ქალბატონო თეა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორია იუსტიციის მინისტრის პოზიცია თემაზე, რაზეც ახლა ამ სტუდიაში მიდის დისკუსია? პირიქით მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ამ მნიშვნელოვან თემას ეთერი დაუთმეთ, ეს ჩვენ ქალებს გვაინტერესებს და ზოგადად საზოგადოებას აინტერესებს, რომლის ნახევარსაც, ნუ რა ვიცი, დაავიწყდება, ჩვენ შევადგენთ. მე ვუჭერ მხარს ძალიან მარტივ პრინციპს, რომ ქართულ პოლიტიკაში ის კარი, რომელსაც შეყავ ხარ პოლიტიკაში, ფართედ გაიღოს ქალებისთვის. ეს კარი ოდითგანვე მე ვიტყოდი ფართოდ ღია კაცებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ქალებისთვის ეს არის ჭუჭრუტანაზე უფრო ცოტა ფართე სივრცე, რომელშიც უნდა გაძვრე. ჩვენ დავიღალეთ იმით, რომ ამ ჭუჭრუტანაში ვძვრებოდეთ და გვინდა ზუსტად ისეთივე პოზიციები,
სასტარტო, როგორც ეს აქვთ პრაქტიკაში ქართველ მამაკაცებს, რომლებიდანაც ძალიან ბევრი დღეს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვაგან ღირსეულად იბრძვის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენც გვაქვს იგივე ჯანსაღი ამბიცია. ყველა ხვდება ალბათ და მტკიცებას ეს არ საჭიროებს, რომ მე ამ წუთში ჩემს თავზე და ჩემი ინტერესისთვის არ ვიბრძვი, იმიტომ რომ პარლამენტშიც ვიყავ ისე, რომ კვოტები არ ყოფილა, როდესაც გადაწყდა, რომ ასე ვთქვათ, მე უნდა მებრძოლა გამარჯვებისთვის, ვიბრძოლე და გავიმარჯვე. აქ არ არის საუბარი ვის რა მოგწონს პირადად საკუთარი მომავლისთვის. მე მიმაჩნია, რომ იმ ქართველი გოგონებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩვენზე მეტად განათლებულები, მომზადებულები, პროევროპულები იქნებიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით მას ასაკში და როცა ისინი იქნებიან ჩვენს ასაკში, მათ უნდა ჰქონდეთ სასტარტო პოზიცია უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვქონდა. მეც ქალბატონ მანანასაც, ქალბატონ ანის. და არ უნდა ვფიქრობდეთ ალბათ იმას, რომ მე თუ მოვახერხე, სხვამაც მოახერხოს, მე რა რომ ხალია. მე ასე არ ვფიქრობ. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ხარს უჭერ დიახ, დროებითი ზომის სახით კვოტების შემოღებას პარლამენტში იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ გარანტირებული ოდენობა ადგილების და როდესაც პოლიტიკურ კულტურად ეს დამკვირდება დროებითი ზომის წყალობით, შემდეგ ეს დროებითი ზომა ჩვენ შეგვეძლება ერთი-ორი თაობის მერე. აი დაუშვათ, რა შეცვლის მიიღებული იქნა, დაუშვათ ეს კვოტირების თემა გაიტანეს პარლამენტში და მიიღეს ეს ნორმად კანონად იქცა. რა შეცვლის ქალების დიდი რაოდენობის შესვლა იგივე პარლამენტში, პოლიტიკაში? დიახ. ეს პირველ რიგში შეცვლის პოლიტიკურ პარტიებში შიდა კულტურას და ისინი ვალდებული იქნებიან, რომ ყოველი მეორე იმ იდეის თანახმად, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, როდესაც პარტიული სიები შედგება, ყოველი მეორე სიაში იყოს ქალი, ის იდეა, რომელსაც მე მხარს ვუჭერ და საკანონმდებლო წინადადების სახით არის პარლამენტში, არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას, ეს ეხება პარტიულ სიებს და თუ ვინმე ქალი ან კაცი მეტყვის, რომ 150 დეპუტატიდან ბევრია, რომ გარანტირებულად 38 ქალი იჯდეს პარლამენტში, მაშინ მე ამის წინაშე კეთს მოვიხრი, მაგრამ ამას ვერავინ ვერ იტყვის. თუ ბევრია 150 ადამიანიდან 37 ქალი გარანტირებულად ადგენენ და თქვენ, რომ ეს ბევრია, ეს ბევრი არ არის. რა შეიცვლება? შეიცვლება ის, რომ საზოგადოების ის ნაწილი საქართველოში, რომელიც დღეს არის ამომრჩევლებში უმრავლესობა, ესენი არიან ქალები. უფრო სრულფასოვნად მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის საქმეში. პოლიტიკა იქნება უფრო დაბალანსებული, იმიტომ რომ ბუნებრივად ცხოვრება ასეთია, რომ პროცესები საზოგადოებრივი იქნება ქალებისა და კაცების მიერ და არ შეიძლება რომ ერთი სქესი პოლიტიკაში იყოს უფრო კომფორტულად წარმოდგენილი ვიდრე მეორე, ეს ელემენტარული რამ არის და მე მჯერა რომ უფრო ჰუმანური და უფრო გაწონასწორებული იქნება ქართული პოლიტიკა. რატომ ეშინიათ ქართულ პოლიტიკოს მამაკაცებს ქალების ჩასმა იგივე პარტიულ სიაში? აქ ბევრი იყო ამაზე საუბარი. თქვენი პასუხი როგორია? ეშინიათ? იცით რა, მე მგონი მათ არ ეშინიათ, უბრალოდ არ უფიქრიათ უფრო სიღრმისეულად ამაზე. მე არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ქართული ოცნების რიგებში თითოეული ყოველი მამაკაცისთვის თუ არა უმრავლესობა მათგანისთვის ერთ-ერთზე მიკითხავს, რას ფიქრობენ ისინი იმ იდეაზე, რომ მე მხარს ვუჭერ კვოტების სისტემას პარტიულ სიებში და იმ პრინციპს, რასაც ეძახი 38-150-დან და ყოფილა გვარების დასახელების გარეშე მამაკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ხუმრობით, რომ რად უნდა შენაირ ქალს კვოტა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის სერიოზული კონტრარგუმენტი, ან და უთქვამთ, რომ პრინციპში რატომაც არა ისინი მხარს დაუჭერენ. ამიტომ მე არ შევუწყობდი ხელს რაიმე ტიპის სექსისტური სტიგმის დამკვიდრებას, თუმცა ეს ცდუნება ყველა ქალს გვაქვს, რომ ყველაფერი დავაბრალოთ მეორე ნახევარს. იქაც არიან ადამიანები, ვინც ხმალამოღებული, მე ვიცი, როცა ჩვენ ყველა ამას უმრავლესობა ქალების კვოტირებას დაუჭერთ პარლამენტში სექტემბრიდან მხარს, მე მჯერა, რომ ძალიან ბევრი კაცი ჩვენს გვერდით დადგება, თუმცა იქნებიან ქალბატონები, რომლებიც ამას ალბათ მხარს არ დაუჭერენ და ესეც ჩემთვის საინტერესო
მართლა ეს ფენომენია საინტერესო, იმიტომ რომ თითქოს და ზოგიერთი ქალბატონი ამას მხარს არ უჭერს, ამბობს რომ ჩვენ ისედაც ძლიერები ვართ, ისედაც ვიცით როგორ მოვიქცეთ და რაში გვჭირდება ხელშეწყობა. მე ვფიქრობ რომ მე პირადად ხელშეწყობა არაფერში არ მჭირდება, ნამდვილად ვამბობ ამას. ძალიან ბევრი ჯანმრთელობა, ნერვები, რესურსი ჩამიდია იმაში, რომ წარმატებას მიმეღწია პოლიტიკაში და ის ხელშეწყობა რომ მქონოდა, რასაც მე მომავალი ქართველი ქალებისთვის ვცდილობ რომ შევქმნა, ალბათ უფრო ნაკლები ენერგია დაჯდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ როცა ჩემს გვერდზე კაცებს უფრო მეტი კომფორტი ჰქონდათ შექმნილი. ამას ემსახურება ეს ყველაფერი, მომავალ პოლიტიკოს ქალებს საქართველოში. ეს არავის ჩვენთვის არ გვჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპს მივახციეთ და სცენიდან მალე უნდა გავიდეთ და დაუთმოთ ადგილი ახალგაზრდა გოგონებს, ვინც შექმნიან დიახ ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად ქვეყნის უკეთეს მომავალს. დიდი მადლობა. ქალბატონო თეა, ეს იყო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თუ არ ხდები 2 წუთი მაქვს რეკლამამდე. ბატონო სოსო, ქალბატონო მანა რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და მოგცემ სიტყვას. ბატონო სოსო, ხომ არ გადაიფიქრეთ ახლა, აი რასაც ისმენთ აქ ქალებისგან თავისი არგუმენტებით საუბარს იუსტიციის მინისტრი, პარლამენტარები, არასამთავრობოები, თქვენი პოზიცია ხო არ გადმოიხარა? რა ცუდი პოზიცია მქონდა? მე ქალების უდიდეს მისიაზე ვილაპარაკე ცხოვრებაში. მე მგონი არაფერი ცუდი არ ანუ ეხლა უკვე ეთანხმებით, შეგვიძლია თქვა რომ კვოტირება შეიძლება თქვენთვისაც სულიერ ცხოვრებაშიც კი. აი ახლა მე ერთ განცხადებას გავაკეთებ. თავარი კომიტეტის წევრები უმრავლესობა აქავართ. მივიღეთ ადგილზე თათბირით გადაწყვეტილება, რომ 70%-იანი სია წარვადგინოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 70% იქნება ქალები. რატომ ის უნდავენ 50%-იანი კვოტით? გამაგებინეთ ეს კვოტა თუ იქნა შემოღებული, მე 70%-იან სიას ვერ წარვადგენ. მადლობა. ემდარ კვიციანს მივთემ სიტყვას და პროდიუსერი მეტყვის რეკლამის დრო როდის მოვა? დიახ. მოკლედ უსვენდი ახლა ქალბატონ წულუკიანს. დიახ. ძალიან სასიამოვნო იყო მისი მოსმენა, მაგრამ მინდა კითხო, ყველა ქალს ეხება მაგი? ანუ რატო არის დარღვეული ქალის უფლებები მაგ მხედველობაში ნორა კვიციანი, რომელიც 6 წელი და 4 თვე იჯდა ტყულა უბრალოდ, 2 თვე მათთან სხვათა შორის და დღესდღეობით ჯარიმა, რომელიც რო დააკისრა სააკაშვილმა, არ არის ჩამოწერილი. აი ეკითხებით, იმიტომ რომ ვიღაცა ჩაერია უცხოეთიდან, ხო? არაძლევენ გასახავს. რომ ამ ამბავში უცხოეთი არის ჩარეული და რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის გაუბედურებაში არიან უცხოები ჩარეული. არა, მე ქალთა ყოფილების თემაზე. ამიტომ გეუბნებით ჩემს დას ნორას აქვს უფლება რომ პარლამენტში შევიდეს რო რამე? არა აქვს. მას იმის უფლება არ ქონდა რომ საქართველოში ცხოვრა და ციხეში ყავდათ გამომწყდეული. აი ამიტომ რატო იმაზე არ საუბრობს ახლა ქალბატონი წულუკიანი რომ როდის აღდგება სამართალი ქალბატონ ნორაზე და ასე დანარჩენ ქალებზე, რომლებიც რო იქ იძდნენ ტყულა უბრალოდ. აი ამაზე ვილაპარაკოთ. კარგით, მაშინ სამართალი ახსენეთ და მე ეს გადაცემის ბოლოს უნდა წამეკითხა, პროკურატურა ხვალაპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა 20:30-ში გააკეთა, როგორც ჩანს, ხვალიდან შესაძლებელია ძალიან საინტერესო ამბების მომსწრენი გავხდით, ყოველ შემთხვევაში გავიმეორებ პრემიერის განცხადებას პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში და საკუთარ საქმეს ჩვენი სტუმრები ითქვიან, არ გადაარჩოთ, ძალიან მალე გავა რეკლამა. ფიქრობ, არის თუ არა საჭირო უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში? ეს არის ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივი შეკითხვა. 8099 ზარია შემოსული აქედან, მხოლოდ 2729 ზარის ავტორი ფიქრობს, რომ უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში არ არის საჭირო. დანარჩენი კი 6000 ადამიანი ფიქრობს, რომ საჭიროა უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში. მანა სალუქვაძეს ვაძლევს სიტყვას და პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ჩაგვერდება პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ინგა. ეხლა ჩვენ ცოტა ხნის წინ ვუსმენთ ქალბატონი მანანა კობახიძის ასე ვთქვათ ლექციას და შემდეგ ქალბატონი წულუკიანის ტირადებს, მაგრამ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დღევანდელი პარლამენტი აი ამ კანონპროექტს არანაირად არ დაამტკიცებს. რატომ? იმიტომ რომ არავის არ უნდა იმ თბილი ადგილების დაკარგვა,
რომლებიც მოიპოვეს ძალიან მარტივად, უპრობლემოდ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე და ძალიან კომფორტულად გრძნობენ დღეს ყველანი თავს. ნუ რასკოლა რამოდენიმე ადამიანის გამოკლებით ალბათ. ეს ერთი თემა. მეორე, პირადად მე მაქვს ძალიან დიდი დისკომფორტი, რომ საჭიროა დღეს ჩემ ქვეყანაში კვოტირების მეთოდით რაღაც პარლამენტში თუ ნებისმიერ არჩევით ორგანოში მოხვედრა. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თუ ვარ ნორმალურ სახელმწიფოში და დემოკრატიულ სახელმწიფოში მე უნდა მქონდეს ისეთივე უფლება ზუსტად როგორც მამაკაცს. აქ არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის აუცილებელი დღესდღეობით ამ კვოტირების შემოღება. მომწონს თუ არ მომწონს, ეს არის საჭირო. იმიტომ რომ მეტი ქალი ვიყოთ წარმოდგენილი დღესდღეობის პარლამენტში. ეს გარდა ამისა, მე მინდა გთხოვოთ ერთი რამ. თქვენ ტელევიზიას, პრესას, ჟურნალისტებს ძალიან დიდი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ იმაში, რომ ამ პარტიულ სიებში ქალები, ვინც არიან ჩართულები, ისინი გააპიაროთ, ისინი ანახოთ ქვეყანას, დაანახოთ. არა, მე ხელოვნურად ვერავის ვერ გავაპიარებ. ვაკეთებ კვირის მთავარ თემებს და თუ ამ მთავარ თემებს არ მიესწრებთ. ბოლოში მადლობას ბოლოში გეტყვით ერთ წუთით. სხვა რამეს ვამბობ, იცით ინგა. მაშინ როდესაც აი ეს რაღაც არ ვიცი, მეტი ყურადღება მიექცეს იმ ქალებს, ანახეთ, გააცანით. ვინ გავაცნო ხალბატონო თქვენ არის პარტიულ სიებში ვინც არიან ქალები, ხო? პარტიულ სიაში მყოფი ადამიანების ეთერებში მოსვლა? ეხა სახალხოდ გინდათ ეს რომ მოყვე? რომ გადაწყვეტილებას იღებს 2-3 ადამიანი ვინ უნდა მოვიდეს ეთერში, ეს არ ხდება. თქვენ არ გონიათ რომ ყველა ის სტუმარი, რომელიც ამ მაგიდის გარშემო ზისხობი, მაინც და მაინც ჩემი დაჟინებული მოთხოვნიძის, არა. ასე იღებენ ბოსები, ვიღაცეები გადაწყვეტილებას ზევით ვერტიკალში, რომ დღეს ეთერში უნდა იჯდეს ის და არა ის დღევანდელ ეთერს ეს არ ეხება, მაგრამ ნუ მაუცნებეთ მაინც ცოტა ხანი, აქ მაინც მაუცნებეთ, ხო შეიძლება? და მე მინდა გითხრათ ერთი რამ თუ შეიძლება ინგა, დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოწიეთ, რომ დღეს ამ თემაზე არის ლაპარაკი, დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც ამაზე მუშაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მწყდება ადამიანურად და მწყდება გული, რომ აი ასეთ პირობებში გვიწევს. მე უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი გადაცემის გაკეთების ინიციატორები იყვნენ ეს ადამიანები, ვინც აქ სხედან და რომლებიც ლაპარაკობენ სწორედ ქალთა დიდი დოზით მოსვლის აუცილებლობაზე პოლიტიკაში და ჩვენთვის უბრალოდ მათთან საუბრის შემდეგ ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო თემა. ისე მეც ვუერთდები მათ, ასე რომ თანამოაზრე ვარ მათ. ნეტაიც კი ყოველი მესამე იყოს ქალი. ნეტაიმს ამას მივახციოთ, მაგრამ აი ამ დღევანდელი პარლამენტის და რას ფიქრობს პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე გვერდება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონო მურმან, თქვენი მოსაზრება როგორი არის ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით? უпростоრედ ყოველი მეორე უნდა იყოს პარლამენტში ქალი. რას ფიქრობთ თქვენ? უნდა გითხრათ, რომ ასეთი ინიციატივის მომზადება პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ჩემთან მოსული იყო ერთ-ერთი პარლამენტარი ქალბატონი, რომელმაც ამიხსნა შექმნილი ვითარება და ამ ვითარებიდან გამოსავალი, ასე ვთქვათ, კვოტირების პრინციპის საფუძველზე, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში შემდეგი არჩევნები. მე ბუნებრივია იმას, რასაც გეტყვი, ეს ვუთხარი ამ ქალბატონსაც, მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარი ხელოვნურობა აქ უნდა მოვსვოთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა ქალზე და არა კაცზე, არამედ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ თანასწორობაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო ამოცანა უნდა იყოს, რომ შეიქმნას სახელმწიფოში ისეთი გარემო, რომ ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანისათვის ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ადამიანებს მიეცეთ თანაბარი საშუალება საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. როცა კვოტირებაზეა ლაპარაკი, როცა ალგორითმზეა ლაპარაკი, როცა ჩვენ შეგენებულად წერთ, თქვათ ქალბატონებს სიებში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვაყენებთ შეურაცხყოფას. მე არ ამგონია, რომ დღევანდელ საქართველოს, იმიტომ რომ მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ, ქალბატონები არიან წარმოდგენილი შრომით ბაზარზე, საჯარო სამსახურებში, დეპარტამენტებში, სამინისტროებში, პარლამენტში. მაგალითად დღეს მე არ ვიცი თქვენთან გადაცემას ვერ ვუყურე იმის გამო, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის ხდომა მიყავდა ქალბატონ მანანა კობახიძეს. მე ვთხოვე, მაგრამ ამ საუბარი არის იმაზე, რომ პარლამენტში მხოლოდ 17 ქალია წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 53% შეადგენენ ქალები. ამაზეა საუბარი. კი ბატონო, მე მესმის, რომ გამგებლები, მერები, გუბერნატორები მაგალითად ნაკლები რაოდენობით და მე ვისურვებდი, ბუნებრივია, რომ მეტი რაოდენობით
იყოს ადამიანები ეს ქალბატონები წარმოდგენილი, მაგრამ ამას კვოტირებითა და ალგორითმით ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ მაშინ დაირღვევა უმთავრესი პრინციპი, თანასწორობის პრინციპი დაირღვევა. მოდით ბატონ მურმან, ერთი წუთით გაგაკვეტინებ, თუ შეიძლება და დარბაზში ვიკითხავ, აი ერთი წუთით იყავით ჩვენთან. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი ნინო თუ გნება თქვენ უპასუხეთ ნებისმიერმა ამბობს რომ ეს იქნება ხელოვნური და ეს იქნებაო ერთგვარად შეურაცხმყოფელი. რას უპასუხებთ? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შეურაცხმყოფელია ის, როდესაც საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენს ქალები და ამ ქალთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ძალიან განათლებული, ძალიან კვალიფიცირებული, ძალიან გულანთებული ადამიანი და ეს ადამიანები მხოლოდ იმის გამო ვერ ხვდებიან წარმომადგენლობით ორგანოებში, რომ ეს ადგილები აქვთ, ასე ვთქვათ, უზურპირებული მამაკაცებს, რომლებსაც არ სურთ თავიანთი ძალაუფლების დათმობა და ახალი, თქვათ, სიახლე შემოტანა თავიანთ პარტიაში. ეს არის შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება თანასწორობაზე იყო საუბარი და ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ახსენა ის, რომ თანასწორობა შეიძლება არსებობდეს ფურცელზე და არსებობდეს პრაქტიკაში. იმისათვის, რომ ფურცელზე დაწერილი კონსტიტუციაში დაწერილი თანასწორობას მივაღწიოთ, ხშირად ჩვენ გვჭირდება გავატაროთ სხვადასხვა ზომები იმისათვის, რომ პრაქტიკაშიც რეალურად მივიღოთ თანასწორობა. ხოლო კვოტირების სისტემა იმსახურება ზუსტად იმას, რომ დღესდღეობით არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი ქალი და მამაკაცი წავახალისოთ ქალი იმისათვის, რომ მამაკაცთან მიმართებით მას კონდეს თანასწორობა. დიდი მადლობა. კვოტები არ გვაძლევს პრივილეგიას, კვოტები აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ თანაბარ გარემოში დაიწყოს კონკურენცია მამაკაცებთან. გენდერული კვოტები. გაიგეთ ბატონ მურმან, პასუხი იმ ადამიანების. მესმის, კარგად გავიგე. მე ვეთანხმები, რომ ქალბატონები არიან ნიჭიერი, რომ არიან ენერგიული, რომ შეუძლიათ საქმის გაკეთება, ამაში ყველაფერში გეთანხმებით. რახან არიან ნიჭიერები და ენერგიულები, ისინი უნდა შევიდნენ კონკურენციაში და უნდა პარლამენტში იქნება თუ ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებაში თუ კერძო სტრუქტურაში უნდა მოხდეს კონკურენციის წესი. ხელოვნურობა ამ ადგილზე გამოიწვევს პირდაპირ კალკირება. მე ვიცი რომ მოყავთ მაგალითები ევროპის ბევრ ქვეყნებში არის კვოტირების პრინციპი, მაგრამ საქართველოში მე ოდნავი საფუძველიც რომ მქონდეს, ვერ მომიყვანთ ერთ არგუმენტს, ერთ მაგალითსაც, რომ სადმე ქალი დაიჩაგრა. მე რომ ვიცოდე რომ აი ეს ხიფათში შევდივართ და სახიფათო ზონაში ვიმყოფებით, ბუნებრივია ამ ალგორითმს დავეთანხმებოდი. აი დარბაზში გამოითქვა სურვილი რომ ვუპასუხებთო, ვერ მომიყვანთო ვერც ერთ მაგალითს თქვენ რომ ერთი წინადადება მათქნიდან. დიახ, დაამთავრეთ. აი თქვენთვის ძალიან ცნობილი მაგალითი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოღვაწეობს ქალბატონი მედეა ვასაძე. ეხლა ეს ქალბატონი ხო კვოტირების პრინციპით არ არის შესული. 30 წლიანი უწყვეტი თანამიმდევრული ბრძოლა ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლა, ღირსეულად მოიგო და ღირსეულად აგრძელებს ბრძოლას. ასე ვთქვათ, საპარლამენტო ცხოვრებაში და ეხლა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ავთან დილბერიძე არ იყო კვოტირების პრინციპში, შევიდა და მონურ მორჩილებას დათანხმდა ხელისუფლების მიმართ. მე ამის თქვა მინდა რომ ქალბატონები არიან ენერგიულები, გამორჩეულები, მაგრამ ეს ბუნებაზეა დამოკიდებული და არა, მე ვამბობ იმას, რომ კვოტირების პრინციპი კი არ განსაზღვრა ქალბატონის მედეას აქტიურობა. განსაზღვრა მისმა ბუნებამ, მისმა აქტიურობამ, მისმა ქალურობამ, მისმა ადამიანურობამ, მისმა ბრძოლამ სამართლიანობისათვის. ასე რომ მე ქალბატონის ვუსურვებ მისურვებ დარბაზში. დიდი ბოდიში კონკურენციაზე აქ თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ანუ ორივეს უნდა შეეძლოთ კონკურსში მონაწილეობა და სამწუხაროდ კონკურსშიც ვერ ვიღებთ მონაწილეობას. იმიტომ რომ არ ვართ წარდგენილი, როდესაც ორივე კაცი არ წარდგენილი, სამივე კანდიდატი როგორ უნდა ვიყოთ ფიზიკურად არჩეული. ხოლო იქ, სადაც კონკურენციაა, მაგალითად სასამართლო სისტემა ავიღოთ. იქ ქალები საკმაოდ არიან, იმიტომ რომ კონკურენციას გავდივართ. კარგი, ჩვენ დროში ვიწვევით უკვე ბატონ მურმან. გაჩნდა აქ მოსაზრება, რომ კაცებს ეშინიათ და ვერ თმობენ იმ პოზიციებს, რა პოზიციებიც უკავიათ და ამ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება ძირითადად იმის მიზეზი, რომ ქალების ერთგვარად გადაწევა ხდება უკანა პლანზე. რა სიტყვით? არა, მე ვფიქრობ, რომ შეში აქ არაფერ შუაშია, აქ არის თანასწორობის პრინციპი უნდა იქნას დაცული, შევქმნათ თანასწორობის კულტურა. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იფიქროს იმაზე, რომ საქართველოს ყოველი ადამიანი, საქართველოს ყოველი მოქალაქე არის თანასწორი რაღაც საქმეების მიმართ, რაღაც მოვლენების მიმართ, რაღაც პროცესების მიმართ. მე არ ვფიქრობ, რომ ქალბატონებს ჩვენ რაღაც კვოტები გამოვუყოთ, ეს კიდევ ერთხელ მაშინ მარტივად გიხარ, თქვენც ვიცე-სპიკერი ხარ და თქვენსი რო გამოვიდა მანა ყობახიძე ისიც, რომელი უფრო ქმედით უნარიანია ვიდრე როგორც ვიცე-სპიკერი, თქვენ რა სიტყვით?
არა ეს ეხლა ორ პიროვნებას ნუ შევადარებ. ხალი აქ მედუნარიანი თუ კაცი, ეს ისტორია ვერ იძლევა ამის მაგალითს. არის შემთხვევები რომ მამაკაცია მე კი ბატონო, უამრავი მაგალითი. ახლა მარგარეტ ტეტჩერი კოტირებით ხო არ გახდა ბრიტანეთის პრემიერი. ან დედა ტერეზა ასეთი უზარმაზარი ნობელის პრემიის ლაურეატი კოტირების პრინციპით ხო არ გახდა. ჩვენ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, უფრო მეტი მუყაითობა გამოვიჩინოთ. შევიდეთ კონკურენციაში. თქვენთან შედარებით. არ დაუთმოთ. აი ვინც ზით, რა თქმა უნდა, ვინც მაგზის დიდი პატივისცემის ნიშნად მინდა თქვა რომ შედით კონკურენციაში. რას თავაზობთო, როგორ ბრძოლას ვარ, კითხვა გაჩნდა და დაგემშვიდობებით, ბატონ მურმან, რას თავაზობთო? როგორც აი მაგალითად როგორ ბრძოლას ეს როგორც იბძვის სხვა ქალბატონები, ადამიანები, რა თქვა, ქალბატონი მანანა კობახიძე როგორ მოხდა საქართველოს პარლამენტში, ანი მიროტაძე როგორ მოხდა საქართველოს პარლამენტში, ასე უნდა იბრძოლოს სხვამაც და მიიღებს. თუ მარტო საქართველოს პარლამენტზეა ლაპარაკი და საერთოდ საჯარო სამსახურებში და შრომით ბაზარზე ქალბატონები არიან წარმოდგენილი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ 150 პარლამენტიდან 2016 წელს 150 ქალბატონი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კონკურენციის შედეგი. შედეგი უნდა დადგეს მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციის შედეგად. ასე რომ, ჩემი ხმა ერთი გაყოფილი 150 ხმაზე უნდა იცოდეთ რომ ალგორითმული წესს არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე ქალბატონის შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, იმიტომ რომ ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანი ეს იქნება ქალი თუ კაცი, ეს არის თანასწორი და თანასწორმა ადამიანებმა კონკურენციაში უნდა შევიდეს ერთმანეთთან. ეს არის პრინციპი. ეს იყო მურმან დუმბაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მე მას ვემშვიდობები და უნდა შევაჯამოთ ერთგვარად. ქალბატონო რუსლან, აი ბოლო პატარა რეპლიკებისთვის გაძლევ დროს თითოეულ თქვენგან გისმენთ. ნაკლები ქალი პარლამენტში, ანუ ერთეული ქალი პარლამენტში არის ქალის კეთილდღეობა. ბევრი ქალი პარლამენტში არის საქართველოს მომავლის და დიდი საზოგადოების კეთილდღეობა. ის ქალები, ის ადამიანები, რომელიც ჩვენ თვალწინ წინაპირაში გახდა ცნობილი, რომ ციხეში ხთიან და აიძულებენ, რომ ბუქნით, არ ვიცი, გამოხატონ თავიანთი ვერ გეტყვი, ამოწმებენ მათ მდგომარეობას, უსაფრთხოების მდგომარეობას, საჭიროებენ ადამიანებისაგან, პარლამენტარებისაგან დაცვას. დაცვას ჭირდება ძლიერი და ბევრი ხმა. ეს არის საოცარი მდგომარეობა, როდესაც მთელი საქართველოს პარლამენტის მასშტაბით ადამიანებმა ამასთან დაკავშირებით ვერ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება. მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება, რაც უფრო მეტი ქალი შეძლებს სოლიდარული იყოს ერთმანეთის და სხვისი გაჭირვების, მით უფრო კეთილდღეობა დაგვიდება საქართველოში. თქვენს გაძლევთ სიტყვას. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ძალიან მინდა ბევრი აქტიური ქალბატონი ვნახო პარლამენტში და არა მხოლოდ წინააღმდეგი არ ვარ ამის მივესალმები და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ პირადი მაგალითებით, ერთმანეთის გვერდით დგომით და ასე შემდეგ ეს არის შესაძლებელი და ძალიან მინდა მივმართო თვითონ ქალბატონებს, ვინც ხედავს თავის თავში, რომ აქვს რესურსი, რომ ჩვენ მზად ვართ. აი მაგალითად მე შემიძლია თქვა, რომ ჩემი პარტია მზად არის იმისთვის, რომ ასეთი რესურსი მოიზიდოს და იყვნენ ჩვენს გვერდით. არ არის არანაირი შიშები და ეჭვიანობები და კიდევ ერთი რამე მინდა. ვთქვა, რომ ყველა პარტიას მინდა, არ ვიცი, თხოვნა შეიძლება გამოვიდეს, რომ აუცილებლად ერთი წუთით, აუცილებლად ეხლა არჩევნებამდე დარჩენილი არის ერთი წელი, აუცილებლად საკუთარ პარტიებში მოძებნონ ეს ქალბატონების ქალების რესურსი, თუ არ არის მოიძიონ, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი და კარგი სიებით წარდგენ არჩევნებზე. დიდი მადლობა და ეს იქნება ძალიან კარგი ყველას. ამიტომ გაძლევთ ბატონსოს და დაასრულებს ბაია, გისმენთ? მე ახლა მრავალი ქვეყანა მომივლია და ქართველ ქალზე ლამაზი ქალი არსად არ შემხვედრი, ამას ყოველგვარი კომპლიმენტის გარეშე ვამბობ. არ გამოიყვანოს ჩემ გვერდით მარცხნივ სტომა ქალბატონებმა, ესე თითქოს მე ვეწინააღმდეგები ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში. პირიქით, რაც შეიძლება მეტი ქალი. ქალი ისედაც საპატივცემულოა, მაგრამ პარლამენტარი ქალი, პოლიტიკოსი ქალი გაცილებით მეტად საპატივცემულოა, იმიტომ რომ ის არის უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი, მაგრამ კოტირებას ვერ დავეთანხმ. კარგი. მომავალ ჩვენ პარტიაში მოკლედ ძალიან კახა დრო აღარ რჩევ. სამომავლო საპარლამენტო არჩევნებში შევწინადადებით პარტიაში პოლიტიკური კომიტეტის თანხმობით მომავალი ლოზუნგი იქნება ჩვენი პარტიის მეტი დედა საქართველოს პარლამენტში. კარგი, ვინც დედა არ არის. ეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის და მას სწავლის რითი უნდა გრძნობდი მე თავს შეურაცხყოფილად. მე კვოტირებით არ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვინაიდან მიმაჩნია რომ ეს არის სასტარტო პირობების გათანაბრება, ეს არის რეალური თანასწორება. მე თავს შეურაცხყოფილად
ყოფილად გზნობ, როცა პატიმარ ქალებს შიშვლებს აბუქნავებენ, მე თავშეურაც ყოფილად გზნობ, როდესაც ქალებს კლავენ, მე თავშეურაც ყოფილად გზნობ, როდესაც ძალადობის მსხვერპლი 90% ქალია და თავშეურაც ყოფილად გზნობ, როდესაც ქალების 60% არჩევნებზე არ მიდის, იმიტომ რომ არ შეჯერა არც ერთი პარტიის და არ შეჯერა მომავლის. ამიტომ ჩვენ რასაც ვითხოვთ, ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ არ ვითხოვთ იმაზე მეც ვიდრე ეს გვეკუთვნის. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე გვეკუთვნის და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამისთვის ბოლომდე. დიდი მადლობა და მე დავასრულებ წეღან აქ დასმული ერთ-ერთი შეკითხვით, რომ ისე უბრალოდ თვალსაჩინოდ გამოჩნდეს, რომელი თქვენგანი არის რომ მზად რომ წავიდეს პოლიტიკაშიო წეღან აქეთა ფლანგიდან გაისმა და მე მინდა ეხლა ხელი აიწიოთ აქეთ მსხდომა ქალებმა, რომელი ხართ მზად რომ წახვიდეთ პოლიტიკაში. აწიეთ ხელი და ვაჩვენოთ ეს ხელები. ძალიან ბევრია, ძალიან დიდია რესურსი. ბატონო? პოლიტიკაში. კარგი. არა, აქ წარმოდგენილთაგან ვამბობ, რომ ეს უკვე ბევრია. კარგი. მაშასე უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი პოლიტიკაში დასმული იყო ასეთი შეკითხვა 8411 ზარიდან 5562-ის პასუხია რომ საჭიროა მეტი ქალი პოლიტიკაში. სამწუხაროა მართლა ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს სახეზე, მხოლოდ 17 ქალი ამდენ დეპუტატში და ამდენ დეპუტატში რამდენი არის საქმიანი და რამდენი არის უსაქმური, რამდენი დადის ხდომებზე და საქმეს აკეთებს და რამდენი საერთოდ არ დადის. ეს თემები ამ დღეებში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა. მე მაგალითად პირადად მე მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტქალს უნდა მიეცე შანსი იყოს პოლიტიკაში, პარლამენტში, სახელმწიფოს წამყვან თანამდებობებზე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ნომერი პირველი მართლა ერთგვარად თითქოს გაცვდა ის ელიტა, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა, პარტიული ელიტა, რომელიც სულ არის საპარლამენტო განსაკუთრებით წარმოდგენილი ერთი მოწვევის პარლამენტში, მეორე, მესამე მოწვევის პარლამენტში და შესაძლებელია აი ამ ახალმა რესურსმა სრულიადაც გადაახალისოს ქართული პოლიტიკა. მოკლედ, გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე გემშვიდობებით. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით კვირას საღამოს 8 საათზე იმედის კვირაში. ძალიან საინტერესო თემები და უკვე გეტყვით აქვე დავაანონსებ ძალიან საინტერესო სტუმრების ნახვას.